მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მე-15 ეპიზოდით. ისევ სტუდიიდან, როგორც დაგკვირდით, ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ შესანიშნავი ხალხი მყავს სტუმრად. მოგესალმებით. ჯონი კვეზერელი და ლევან სირბილაძე და ძალიან საინტერესო ეპიზოდი მაქვს, ჩემი აზრით მომზადებული და სანამ ახლოს გაგაცნობდეთ ჩვენს სტუმრებს, მინდა საერთოდ გაგაცნოთ ამ ეპიზოდის შინაარსი, თემა და რატომ გადავწყვიტე საერთოდ ეს ეპიზოდი, რატომ ვარ დაინტერესებული. ეს ორი პროფესიონალი და მაგარი ადამიანი ჩართული არიან ხელოვნური ინტელექტის თემაში და სფეროში, ოღონდ დიზაინის, ფოტო, ვიდეო გენერაციის კუთხით. ახალი სტარტაპი აქვთ თავისი, უпроსტად თავისი კომპანია, Buff Labs-ი და ძალიან აქტიურად მუშაობენ რამდენიმე თვეა უკვე და სერიოზულად გამოჩნდა შედეგები ქვეყანაში, ჩანს მათ მიერ გაკეთებული პროდუქტები. და რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, თუ რატომ გადავწყვიტე ეს, ჩვენ გქონდა მცდელობა დასაწყის ეპიზოდებში, რომ დაახლოებით მსგავსი ეპიზოდი გავგეკეთებინა, ერთი კარგი ადამიანი გვყავდა სტუმრად, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ეს თემა ისე განვითარებული და ისეთ ჰაიპში, ასე ვთქვათ, და ისეთ პოპულარობაში, როგორიც ამ წუთშია. მოკლედ, ფოტო და ვიდეო გენერაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რომელიც, რა ვიცი, ყველანაირ საზღვრებს გადაცდა სამყაროში, ეს მიმართულება, ოღონდ მე რა pain point-ი მაქვს, მე რა წუხილი მაქვს, აი მინდა თქვა პირველ რიგში და ლოგიკურად დავალაგებ მე თუ რატომ გადავწყვიტე ზუსტად ეს ბიჭები ამ თემის ირგვლივ მომეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია ვითარდება, ფოტო და ვიდეო გენერაციაც, რომ ვაკვირდები მე თუნდაც საქართველოში და თუნდაც მსოფლიოში, თითქოს არ არის სერიოზული დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და არ იქმნება სერიოზული რაღაცები, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს. სერიოზულ რაღაცაში რას ვგულისხმობ, ამასაც დავაკონკრეტებ. რაღაცა სახუმარო ვიდეოები კარგია, მაგრამ რაღაცა მომენტში ხო უნდა გავცდეთ ამ სახუმარო ვიდეოებსაც და რაღაცა სერიოზული შევქნათ, როგორც ბიზნესისთვის, ზოგადად ისე მარკეტინგისთვის და ისე რომ რაღაცას დამჩნეული კონდეს ადამიანის ძალისხმევა და წვლილი, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანმა შექმნა რაღაცა მაგარი კამპანია იქნება ეს თუ რაღაცა თუნდაც ფოტოგენერაცია თუ რაღაცა სხვა, თუნდაც მუსიკის გენერაცია თუ რაღაცა, რაც უკავშირდება ყველაფერი ამგვარ გენერაციებს და ძირითადად მარკეტინგულ მიმართულებებს და თითქოს არ გამოიკვეთა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა კომპანიებში ამ ხელოვნური ინტელექტს ამ მიმართულებით, მაინც არ ჩანს ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები. ამას შემდგომ ნაწილებში უკვე რომ დავიწყებ საუბარს, ავხსნი ჩემ აზრს პირადად, რატო არ ჩანს ეს ყველაფერი. თუმცა საქართველოს კონტექსტში რომ დავაკვირდი, ეს ორი ადამიანი რაღაცა იმ ზუსტად ჩემი აზრი რაც არის და ჩემი ხედვა რაც არის ამასთან დაკავშირებით, ზუსტად მაგას აკმაყოფილებდა, იმიტომ რომ რაღაცა მაგ მიმართულებით მიდიან, ჩემი აზრით და ცდილობენ რომ შექმნან მაგარი რაღაცები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და რაღაცა ორგანიზება გაუწიონ ამ ყველაფერს რა და ეხლა სანამ მე დავიწყებდე პროექტებზე საუბარს, ეხლა უბრალოდ თვითონ ბევრად უკეთ ისაუბრებენ, გაშლიან თავის გაკეთებულ პროექტებს, კიდევაც ვნახავთ და განვიხილავთ ყველა დეტალს ამ თემის ირგვლივ თუ რა ხდება ამ მიმართულებით, ძალიან ბევრი პრაქტიკული რაღაცაც იქნება, ძალიან ბევრი რაღაცასაც ისწავლით და რაღაცა თითქოს ხედვას დავალაგებთ თუ საით მიდის ეს ყველაფერი და როგორ ვითარდება. შეგვიძლია გადავიდეთ ეპიზოდზე უბრალოდ სანამ გადავალთ ჩემს ტრადიციულ თხოვნას შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი სხვადასხვა პლატფორმაზე, YouTube, Spotify, LinkedIn, TikTok, Facebook და Instagram. ყველა არხზე ვდებთ კონტენტს, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, თუ გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ თითოეულ არხს მოვარგოთ თავისი კონტენტი, არ არის მარტივი საქმე, მაგრამ გავაგრძელებთ და პირიქით ბევრად უფრო გავაუმჯობესებთ, უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი არხები და მოგვისმენეთ და მეორე რომ დაგვიტოვეთ უკუკავშირი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი რაღაცა და გავიზარდოთ ამ უკუკავშირის წყალობით. და კიდევ ერთ რამეს დავამატებდი, ჩვენი პარტნიორი კომპანია Geosoft-ი, საქართველოში Google-ის ოფიციალური პარტნიორი, ჩვენი მხარდამჭერი რამდენიმე თვეა უკვე, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ, რადგანაც ძალიან
კარგ სერვისებს სთავაზობს ბიზნესებს. მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრებო ჩემთან სტუმრობისთვის და შეგვიძლია დავიწყოთ მოგვიყევით თქვენზე, თქვენს კომპანიაზე და რა ვიცი, ჩაუღრმავდებით, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მეც ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს ჩემი ხედვა გასაზიარებელი, ცოტა დიდი შესავალი გამომივიდა, მაგრამ დაგითმობთ ახლა სიტყვას, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ. აბა დავიწყოთ. პირველ რიგში მადლობა რომ მოგვიწვიე. დიდი ხანია მე მგონი რაღაც პანამდეც ქონდა ის მომენტი რომ უნდა შევხვედრილიყავი და ძალიან კაია რომ ეს შედგა. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი რაღაც მაქვს ალაპარაკო და მინდა რომ გაუზიარო ხალხს. დამიგროვდა ხო ამ წლების განმავლობაში და ამ კომპანიის შექმნის მიზეზი ზუსტად ეგ იყო რომ რაღაც მომენტში ვხვდებოდი რომ მხოლოდ ჩემ თავთან ერთად ამ ცოდნას და რაღაცებს ვერ გავავრცელებდი რა. ხო და რა ვიცი, ლევონი მოც გააგრძელოს რა არის ბაფი. ბაფი არის პირველი content, AI driven content studio, რომელიც ცდილობს რომ ჩაანაცვლოს ან უბრალოდ შესთავაზოს ალტერნატივა იმ სერვისების, რაც უკვე ტრადიციულად ძალიან ბევრი წელი არსებობს, რაც არის სტატიკა, ნებისმიერი თავისი სახით სოციმედიისთვის, ნებისმიერი სახის ვიზუალი, პოსტერი, პრინტი, ბილბორდი, არ ვიცი. ნებისმიერი სტატიკა. მეორე დიდი მიმართულება არის production-ი, ანუ ვიდეო, ტიზერი, ანიმაცია, თავიდან ბოლომდე ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერი შეგვიძლია რაც არის ვიდეოების დაგენერირება და voice-over-იც AI-ით ძალიან კარგად გამოსდის და sound-იც ძალიან კარგი გენერირდება AI-ით. და მესამე არის რაღაც custom solution-ები, რაც აი მაგალითად ნახავდით ალტასთან ერთად რო გავაკეთეთ AI content creator-ი და მსგავსი საინტერესო ბევრი პროექტი იქნება კიდევ. მოკლედ, ორი სიტყვით, ძალიან დიდი არეალია კონტენტში და არ გვინდა გავცდეთ ამ არეალს, გვინდა რომ კარგად ავითვისოთ და მან ბევრი რაღაც გავაკეთოთ. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, იმიტომ რომ AI ისე სწრაფად ვითარდება, რომ არ ვიცი სად გვიყვანს ეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ აქ ვართ, კარგად ვართ, ძლიერად ვართ და რა გვინდა რომ ბევრი რაღაც შევცვალოთ და ბევრგან გამოვჩდეთ. აი მაგის მაგალითად რაც თქვით მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენ რო ამ ეპიზოდს გეგმავდით, მაგალითად ნანობანანა არ არსებობდა ამ ეპიზოდს რო და ეხლა უკვე ანუ იმდენად დიდი მოვლენა მოხდა ამ შუაშიც კი რომ აი ასე ვითარდება რა ხელოვნური ინტელექტი რა სხვა დროსაც გვითქვამს რომ ძალიან რთულია რომ დაიჭირო მომენტი რა ეხლა ამ წუთებში შეიძლება რაღაცა მოხდა რა იმდენად სწრაფად ვითარდება ეს ყველაფერი ხო და იმანდა ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტირება რაც შეიძლება სწრაფად რა იმიტომ რომ მაგალითად აი რაღაც არ ვიცი ორი კვირის განმავლობაში გიწევს პროექტზე მუშაობა და აი მეორე კვირის დასაწყისში გამოდის უკვე ახალი თული რომელიც ბევრად უკეთესად აგენერებს ვიდეოსაც ფოტოს და ასე შემდეგ რა და ანუ მანდ უკვე ფიქრი გიწევს ისევ ახლიდან დავიწყო თუ როგორ დავაინტეგრირო ის ძველი workflow ამ ახალთან ერთად რომ მაქსიმალურად კონსისტენცია შევინარჩუნო და ასე შემდეგ რა ხო აი ჩვენი სამუშაო პროცესის ძალიან დიდი ნაწილიც ეთმობა ხშირად ექსპერიმენტაციას რა ვტესტავთ მაქსიმალურად რისგან რისი გამოყვანა შეიძლება იმიტომ რომ აი კლიენტებთანაც რომ მივდივართ მაგალითად იმის გარდა რომ აქვთ რაღაც თავიანთი იდეა ვეკითხებით პრობლემებზე რა პრობლემები გაქვთ რისი რა როგორ წარმოგიდგენიათ მე მივდივართ ბრუნდებით ოფისში და სხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ ექსპერიმენტაციას რაღაც კონკრეტული workflow-ების შექმნას როგორ შეიძლება ამ პროექტზე მუშაობა აი ლევანი მახსენა წერან custom solution-ები რა AI ავატარები ახალი არაფერი არ არის AI-ის დასაბამიდან მოდის ჯერ lip-sync-ერები იყო ასე შემდეგ მე ავატარის ამოძრავება შეგეძლო ხო მანდ მთავარია სწორად დაუკავშირო რაღაც ასე ვთქვათ მოდელები ერთმანეთს იმისათვის რომ პრობლემა გადაუჭრა იმ კომპანიას რომელიც ჩვენთან მოდის რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი ესეთი უხეში სტრუქტურა როგორ მუშაობთ კლიენტებთან ძალიან მნიშვნელოვანია აი ყველა კლიენტს მინდა მივმართო ჩვენი სერვისები გვაქვს არის რაღაცები რაც კლიენტებმა იციან რაც შეიძლება AM მოუსწოროს ან დაუმატოს და ძალიან ბევრი რაღაც იბადება ლაპარაკში, ანუ იმდენად ბევრი რაღაც შეუძლია AI-ს და იმდენად ბევრი რაღაც შეიძლება მოგაფიქრდეს იმ მომენტში და არა ეგრევე სერვის ლისტში და აი მოდი ეს გავაკეთოთ. ძალიან ბევრი იდეა დაბადებულა მოკლედ ეგრევე საუბრისას რა, ისმენ კლიენტის პრობლემებს.
აჰა, ანუ აქ რაღაც შეიძლება ან cost cut-ის მომენტი იყოს, ან ავტომატიზაციის მომენტი იყოს და ანუ ეგრევე შეიძლება დაიბადოს კონკრეტულ კლიენტზე კონკრეტული იდეა, რასაც AI უგარებს, ანუ ყველა მიცით რომ მილიარდი თული არის და მილიარდი solution-ი არის, მაგიტომაც ნებისმიერ სფეროს და ნებისმიერ კლიენტს თავისი custom solution-ი შეიძლება შესთავაზო და მოკლედ ძალიან დიდი არეალია ამ ყველაფრის და აი ერთ დავამატებ კიდე ნანო-ბანანა რო ახსენე და ახალი მოდელები ძალიან სასწაულ case ვქონდა ჩვენი სუსუ პირველი work-ი ალდაგის ვიდეოზე ჩვენი პირველი work-ია და აი დავსხედეთ მოდი ახლა დავიწყოთ მუშაობა და აი VO3 იყო ის სუსუ ახალი გამოსული და ნუ რა თქმა უნდა VO3 დავიწყოთ რაღაც flow-ზე შევედით ვიყიდეთ $150 subscription-ი და გვიხარია რომ VO3-ით ვიზამთ ამ ყველაფერს და დავიწყეთ all good რაღაც ნორმალური კადრები გამოდის და აი რაღაც მომენტში ჯონი მეუბნება რომ რაღაც ჩინური მოდელიაო Sidence და მოდი ხო არ დავტესტოთ რა Sidence და Hailu და ნუ ახალი გამოსული აი სულ ახალი VO3-ით იმენა ერთი თვეც არის ყველას გამოსული მეთქი რავი ხო VO3-ია და ანუ საუნდი აქვს და რატო მაგრამ ნუ დავტესტეთ რაღაც და ანუ ალდაგის 3 ვიდეოზე 3-15 წამიანი ვიდეო ანუ 45 წამიდან სულ 2 წამიანი კადრი არის VO3-ის. დანარჩენი არის ან Sidence, ან Hailu. Sidence-ი აგენერირებს ხმას? არა. შეიძლება VO3-დან ავიღოთ, შეიძლება დავაგენერიროთ ცალკე. ეხლა ვაპარაკობ კონკრეტულად ვიდეო მასალაზე. ან ჩვენ აი 100%-იანი ის ვქონდა. აი მაგ დაახლოებით workflow-ს ახსნი რა, აი ვიდეოსთან ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რა. აი ფოტოგენერაციამ ძალიან დიდი გზა გამოიარა და დღეს ალბათ რაღაც მოდელებზე ვერც შეგვიძლია თუ ძალიან არ დავაკვირდით რომ ვთქვათ რომ დაგენერირებულია. მაგრამ აი ვიდეო ჩემი აზრით ბოლო 1 წელია რაც ფეხს იდგავს ნელ-ნელა და დაახლოებით ისეთ რევოლუციას გადის, აი რაც მაგალითად Stable Diffusion-მა შემოიტანა რა. და აი workflow-ს ნაწილს დაუბრუნდები შორს რო არ წავიდე ისევ ძალიან მნიშვნელოვანია ვიდეოს ნაწილში ზუსტად კონდეს გათვლილი წინასწარ კადრირება, სად როგორი განათება იქნება, როგორი კომპოზიცია იქნება რა. აი ზუსტად იმ სტეპებით და ნაბიჯებით უდგებოდით, როგორც მიუდგებოდა ჩვეულებრივი production-ი რა. თავის არ ვიცი, focus fuller-ით, იმის რა კამერამენი და ასე შემდეგ, ანუ ძალიან დიდი თიმია, რომელიც ჩართულია მან და ცდილობს რომ მაქსიმალურად კაი პროდუქტი გამოვიდეს და მან ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ წინასწარ ყველაფერი გათვლილი კონდეს, იმიტომ რომ გადაღება დღე ჯდება ძალიან ბევრი. ამიტომაც არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცა გაწელო გადაღებები და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე მენტალიტეტით უდგებით ჩვენს აქაც რა. ანუ რატომ და დავხარჯოთ ძალიან ბევრი რესურსი და დავაგენეროთ 100 ვიდეო, როდესაც წინასწარ შეგვიძლია გავტესტოთ იდეალური პრომპტი, იდეალური გამოსახულება დავაგენეროთ, მაგალითად აი Sidence-ში იკაკრეს მაგორის მიქსი ძალიან კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ Sidence-ში ვაგენერირებდით ფოტოს, მე ვამუშავებდით ამ ფოტოს ხელით, ტესტავდით, მე ანუ ვაწყობდით ამ ფოტოებს ერთად და უყურებდით დაახლოებით რამდენად კონსისტენტური იქნებოდა ეს კადრების ერთმანეთთან სვლადობა და მე უკვე საბოლოო ჯამში მივდიოდით ვიდეო გენერატორში და იქ ვაგენერირებდით. ამიტომაც აი ყოველთვის მნიშვნელოვანია მან რომ წინასწარი სტეპები იდეალურად გათვალო იმისათვის რომ აი ზუსტად იმ ხარისზე რასაც ვლაპარაკობდით რომ აი ეგ ხარისხი მიიღო ერთ-ერთში პიქსელ ისე რომ არ მოხდეს თუმცა აი ვიდეოს ნაწილშიც მანდაც დაგვჭირდა ხელი ჩარევა იმიტომ რომ რაღაც მომენტია მან რომ ქალს ანუ წვიმა მოდის და წვეთი ვარდებოდა აქ და კლიენტმა ანუ უჭოლი მოაშორეთ ეგ წვეთი რა და მან ნუ After Effects-ის ჩარევა დაგვჭირდა უკვე მანდაც AI tool-ი გამოვიყენეთ რომ просто generate file გავიკეთებინო ყველა კადრზე და მოაშორეთ ეგ წვეთი რა ამიტომაც მან ძალიან პატარა დეტალებს სჭირდება ყურადღების მიქცევა და არ არის ისე რომ უბრალოდ ერთ ღილაკს ვაჭერთ და ხო, მაგას არც მალავთ და პირიქით რა მგონია რომ human touch-ი ძალიან მნიშვნელოვანია და აი ერთია რომ prompts დაწერთ და აგენერირებ და მორჩა, აჰა, ეგ არის, მეორე არის რომ ჩაერევი ფოტოს დააგენერირებ და image to video-თი გააკეთებ და უკეთეს შედეგდადებს და მესამეა საერთოდ რომ ანუ რაღაც მომენტში ხელით ამოცვლი რაღაცეებს, იდეალურ სტატიკას მიიღებ და მერე დააგენერირებ და თუ საჭირო კიდე მერე ხელით ჩაერავი, აი ეგ ვაფშე რადგან AI სტუდიოთი პოზიციონირდებით, საერთოდ არ გულისხმობთ იმას რომ რავი თუ ხელით ჩასარევია, არ ვერევით და არ გვეკადრება რადგან AI ვართ, საერთოდ არა, ეგრე აი მაგზით მიიღება ყველაზე კაი ხარისხი. ეხა ეს სტრუქტურირება რომ მოახდინოთ ძალიან ბევრი გვაქვს სასაუბრო, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ვთქვათ, მაგრამ აი დავიწყოთ ბაზისით და სტრუქტურირება რომ მოახდინოთ. ეხა მე ვეცდები ჩამოვთვალო ძირითადი
ფოტო და ვიდეო გენერაციის თულები, ჩემი მეგობრები დამეხმარებიან და შემისწორებენ თუ რაღაცა იქნება დასამატებელი ასე ვთქვათ. და ამას ყველას ლოგოს ამოაგდებ, რომ ნათელი იყოს, ასე ვთქვათ, მაყურებლისთვის და რაღაცა გქონდეთ პრაქტიკული მასალა სერფინგისთვის და მოძებნისთვის, ასე ვთქვათ. დავიწყოთ ვიდეო გენერაციის თულებით. Veo 3 ყველასთვის ცნობილია, რომელიც დიალოგებს ადებს. ასე ვთქვათ, ვიდეოებს 8 წამიანს. Veo 3 ეს არის Google-ის მოდელი, სარგებლობა შეგიძლიათ როგორც Gemini-ში, ასევე Google Flow-ში. Google Flow ძირითადი სივრცეა, რომელიც ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევთ, ცოტა გახანგრძლივება შეგიძლიათ და ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ მოკლედ Google Flow-ში. Sora, რომელსაც მე არაფრის მაქნის ვიდეო გენერატორს ვუძახი პირადად და ეს არის ChatGPT-ის მოდელი და შემდეგ მივდივართ უკვე ჩინურ მოდელებში. მივყვები ჩამოვთვლის 10-თაოდ, ეს არის ასე ვთქვათ Kling AI, ეს არის Runway ML, ეს არის Hilo, ეს არის Pika, ეს არის Seedensy ხო აკეთებს? Seedensy არის ვიდეო და Seedream-ი არის ფოტომოდელი. Seedensy მე არ დამიტესტავს არასდროს, არ ვიცი, ნამდვილად, ეგერ ჯონიმ თქვა ეს. Dream Machine-ია, კიდე ძალიან კარგი, ოღონდ არ ვიცი ჩინურია თუ არა ეს, ეს საკითხი არ არის. ხო და მე მგონი ვიდეო გენერაცია, ამით ძირითადი ასე ვთქვათ, ძირითადი თულები ამოვწყურეთ. წავედით ფოტო გენერაციაზე. ფოტო გენერაციაში, ასე ვთქვათ, დიდი მოდელებით დავიწყებთ. ChatGPT-ც აკეთებს რაღაცებს და უკვე Gemini-ში ხელმისაწვდომია Nano Banana, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობებს. ასევე Grok-იც ცდილობს, რომ აქ რაღაცა თავისი სიტყვა თქვას. რაღაცა რამდენიმე TikTok-იც დავდეთ ჩვენ, ხა ვერ გეტყვით, რომ ძალიან მაღალ ხარისხით, თუმცა რაღაცებს აკეთებს და შემდეგ უკვე მთავარი მოდელები ფოტოგენერაციაში ეს არის Midjourney, ეს არის Leonardo, ეს არის Fluxy, ეს არის Stable Diffusion-ი და თუ რამე მოვიწყდება, შეგიძლიათ დაამატოთ რაიმე ნიშნულობა. ძალიან ბევრი მოდელი, Qwen-ის ბოლო მოდელები Qwen Image, Qwen Image Edit-ი, ხო, Van-ის ვიდეო მოდელები, რომელსაც სხვათა შორის ფოტოგენერაციისთვის იყენებენ, იმიტომ რომ იმ ფრეიმების რაოდენობას ერთზე უწევთ და შეგვიძლია ის ვიდეო მოდელი გამოვიყენოთ უშუალოდ ფოტოების დასაგენერებლად, რაც უფრო მეტ რეალიზმს გვაძლევს რა. ეხა ერთი დეტალი, ამ ყველაფერს მე ლოგოსაც ამოუშვებ და პლუს აღწერაში ჩავსვამ და ეხა თქვენი კითხოთ, რა თქმა უნდა, რომ ეს მოდელები როგორ გავარჩიოთ, ეხა ვინც რაღაცა საწყის ეტაპზე ხართ და რაღაც და მე ასეთ რაღაცას გირჩევთ რა. ზოგჯერ მცირეა ხოლმე სხვაობა, თუმცა მაინც არის სხვაობა რაღაცებში. მე უბრალოდ გირჩევთ, რომ ერთხელ დასხდეთ და უბრალოდ გადახედოთ ყველა ამ მოდელს რა, იქ მიხვდებით ფასებს შორის რა სხვაობაც არის და რომელი რა სტილს აგენერირებს. რაღაცა თავისი ტრენდები აქვს, აი მაგალითად Pika-ს თავისი ტრენდები აქვს და რაღაცა შეაძლიერი, Hilo, რაღაცა სხვა შეაძლიერი და ასე ვთქვათ. თითოეულს გაყევით, ეს ამაში დაგჭირდება თუ სერიოზულად ხართ დაინტერესებული რაღაცა 1 საათი, საათნახევარი მაქსიმუმ, უბრალოდ დაიწყეთ გაცნობა ამ ვიდეო გენერაციისთვის და ფოტო გენერაციისთვისაც და არ დაგჭირდებათ აუცილებლად ფასიანი ვერსიები იყიდოთ თავიდანვე, იმიტომ რომ გაცნობისთვის შეგიძლიათ რაღაცა სხვანაირადაც მოიკვლიოთ ინფორმაცია. რა მთავარია რომ წლომა და ცოდნა გექნებათ ამ ძირითადი მოდელების შესახებ და მერე განსხვავებებს უკვე თქვენ თავად იპოვით და თქვენ თავად აღმოაჩენთ რა. აი ეს არის ბაზისი, ხო, ავატარებს რაც შეეხება, ბარემ მაგასაც დავამატებ, ავატარებში, ანუ რომ ჩვენი ვიდეო ავატარი გააკეთოს, ძალიან კარგია Heijin-ი, სინთეზია, რაც შეეხება მუსიკის გენერაციის ბარემ მაგასაც მივაყოლებ, ეს არის 11 Labs-ი, Suno AI, Udio და ერთია კიდე Soundrow, რომელსაც ამასაც ჩავსვამ. და ერთი დეტალი და მორჩა, ხმის გენერაცია. ქართულ ენაზე შეიძლება დაგჭირდეთ აუცილებლად. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, სხვა თულები დატესტილი მოქვს მე და ძალიან უჭირთ. ყველაზე კარგად აკეთებს Google AI Studio და საკმაოდ დიდი ხანგრძლივობით აკეთებს. ასევე არსებობს ქართული AI სტარტაპი Enagram AI, რომელსაც გირჩევთ რომ დატესტოთ აუცილებლად ძალიან კარგად აკეთებს ძალიან მაღალ დონეზე და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის თუ უფრო მაღალ დონეზე გინდათ Google-ის API, Google Cloud-იდან, ასე ვთქვათ, ხმის გენერაციისთვის text to speech და speech to text და იმითი ისარგებლოთ ასევე. სხვა სერიოზულ ხელშესახებ ჯერჯერობით 11 Labs-იც აკეთებს, მაგრამ ცოტა უჭირს ხანგრძლივი ვიდეოები და უჭირს, თორემ ინგლისურად უნაკლოა. მე გირჩევთ ამ სამ ძირითად თულს რა, ეს არის Google AI Studio, რომელიც უფასოა და დაახლოებით
10-15 წუთს გაგიკეთებს ქართულად ტექსტს თუ მისცემთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ Google Cloud-დან, ასე ვთქვათ, API-ით, უკვე ოფიციალური სერვისით, რომელიც ხარჯიანი იქნება, მაგრამ ძალიან მაღალ დონეზე გაგიკეთებთ და ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Enagram AI-ით, რომელსაც ჩავსვამ ასევე აღწერაში და ლოგოსაც ამოუშვებ. ეს არის ქართული AI სტარტაპი ორიენტირებული ამ თემაზე. კიდე სხვაც არსებობს სტარტაპი, რომ მე არ დამიტესტავს ქართული, რომელსაც ამას აკეთებს, მომავალ ეპიზოდებში იმასაც გეტყვით ალბათ. ერთი პატარა ლაიფჰაკი ჯონის უფრო ვანდობ ამოდერნიზ საუბრს, მაგრამ ეს ვიტყვი, ანუ რისერჩი და ყველაფერი კაია, უბრალოდ ძალიან რთულია და ძალიან მარტივია დაიკარგო ამ ყველა მოდელში, მაგიტომაც ერთი კაი ლაიფჰაკი არის LM არენაზე შეხვიდე, სადაც ლიდერბორდები არის და შეჯიბრი არის მოდელებს შორის, Hugging Face არის და უბრალოდ LM არენაზე დაგუგლო ბევრს ამოგიგდებს და აი მან მაგას შეიძლება არ უნდა ენდო თავიდან ბოლომდე, მაგრამ anyway დალაგებული რომ ვოუთებით და რაღაცებით, მაინც გეხმარება რომ დაახლოებით წარმოდგენა შეიქმნი და მე დატესტავ ტოპ-3-ს არ მოგეწონება სხვა დატესტავ, მაგრამ აი უბრალოდ ძიებას LM არენას ლიდერბორდი Hugging Face-ը ყველაზე ისეთი ვარიანტია. ერთ თულს დავამატებდი, კიდევ მე მგონი ძალიან კარგია, იწევენ რომ ამბობდი რომ ყველა მოდელს რაღაცა free კრედიტები აქვს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ხანდახან ეგეც არ აქვს, გიწევს რაღაც პირდაპირ subscription-ის ყიდვა რა. აი ესეთი ცენტრალიზებული პლატფორმა არსებობს POE, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე POE.com და მანდ არის რაღაცა კრებული ამ ყველა ფოტოგენერატორის საგვესპონსოროს აუდიო მოდელები და ასე შემდეგ. და აი ნებისმიერ ისეთი ადამიანისთვის, ვისაც ზედმეტად ტექნიკურად ჩასვლა არ ჭირდება მან, ურჩევდი რომ მაგალითად აი POE.com-ი გაეტესტა, იმიტომ რომ რაღაც $20 იხდი და წვდომა გაქვს, ქულების რაოდენობა გაქვს, წვდომა გაქვს თითქმის ყველა მოდელზე, რაც ბაზარზე არსებობს რა. ძირითადად closed source-ები და ისეთები, რომლების API-ც ხელმისაწვდომია. ამიტომაც ეს ერთი რჩევაც იქნებოდა რომ ძალიან კარგი. მოკლედ, ამ ბაზისის შემდეგ ახლა მინდა, მეგობრებო, რომ ესეთ რაღაცა გავაკეთოთ რა. უკვე გადავიდეთ თქვენ საკითხებზე. მინდა რომ ერთი რაღაცა მითხრათ რა. აი, საერთოდ როგორ მიხვედით თქვენ ამამდე, ანუ რა ბექგრაუნდი გქონდათ, რა საქმიანობდით, როგორ მიხვედით ამამდე? აი, ეს მთელი ეს გზა რომ მომიყვეთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ პრაქტიკულ საკითხებზე, ანუ საერთოდ რატო თვლით, რომ კონტენტის გენერაციაში ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ, რას გვაძლევს, როგორ უყურებთ ამ საკითხებს და განვავრცოთ ეს თემა. ოკეი, დავიწყო. მედალევანი კლასელები ვიყავით და მაქედან მოვდივართ, მაგრამ რა თქვა უნდა მაშინ არ არსებობდა ინფორმით რა ფორმითაც დღეს გვაქვს. ჩემ თავზე დავიწყებ მოყოლას ჯერ. მოკლედ დაახლოებით არ ვიცი 2018-2019 წლები ეს კორონაც გვიახლოვდება და მაგ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო, არ ვიცი თუ გახსოვთ განები რა, General Adversarial Networks რა, რომლებსაც შეეძლოთ რაღაც ერთ კონკრეტულ ობიექტზე ან მოდელზე დაგეტრეინინგებინა მაგალითად სახეებზე ან მარტო კატაზე ან რაღაცა და მაგის შესაბამისად აგენერირებდა. მერე იყო style geni და მსგავსი კიდე რაღაცა პატარა საინტერესო პროექტები, რომელზეც ახლა ეს ხელს შეხება დიდად ასე ვთქვათ ვერ გექნებოდა, იმიტომ რომ ხარისხი რასაც აგენერებდა აბსოლუტურად useless ვერაფერში ვერ გამოიყენებდი. მაგრამ აი 20-21-ის ბოლოს უკვე ანონსდება DALL-იც, თუ გახსოვთ. და აი მაგ დროს რომ ხედავ ფოტოებს თვითონ რა გენერაციებია, ანუ მეთქი всё, ანუ მივედით იმ ეტაპზე. მაგრამ მაგამდე იყო ძალიან საინტერესო. OpenAI-მ გამოუშვა კლიპი, ანუ თვითონ ტექსტ ენკოდერი, რომელიც კითხულობდა და მე არ ვიცი ზუსტად ახლა ტექნიკურად არ ჩავალ მაგაში როგორ მუშაობდა, მაგრამ გამოვიდა VQGen plus კლიპი რა, სადაც რაღაც დიფუზიური მეთოდით და განის დახმარებით იქნებოდა რაღაც პატარა ფოტოები რა, არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი 250 პიქსელი 250 პიქსელზე იყო რა და მანდ აი პირველი ტესტები იყო, რომ წერდი რაღაცა a photo of a view from Mars ან რაღაცები და ძალიან უხეში
ეპოქაში, ანუ ვერც კი გარჩევდი რა იყო გამოსახულებაზე რა, მაგ ეპოქიდან მოვდივარ და მაგ მომენტში უკვე მივხვდი, რომ ტექნოლოგია უკვე მანდ იყო, ერთადერთი იყო დარჩენილი დრო, რომ უფრო მეტი დატას მეშვეობით ეს მოდელები ბევრად უფრო უკეთესები გამხდარიყვნენ და მართლაც ესე მოხდა რა. ყველაზე დიდი ესეთი რევოლუციურ მომენტს ვიტყოდი, როდესაც გამოვიდა Stable Diffusion 1.5 რა. ეგ იყო ალბათ რევოლუცია ფოტოგენერაციაში, იმიტომ რომ შეგეძლო ეგ მოდელები ლოკალურად გადმოგეწერა კომპიუტერზე, დაგერანა კომპიუტერზე, შენ კომპიუტერზე შენთვის ყრარად მისდარიყავი და დაგეგენერირებინა ეს ფოტოები რა. არ გჭირდებოდა მაგ დროს არც ფული, არაფერი რა. მთავარია ნორმალური კომპიუტერი ცოტა უკეთესი ვიდეო ბარათით. რამაც შექმნა უზარმაზარი კომიუნიტები ადამიანების, რომლებიც იღებდნენ ამ მოდელს ზემოდან ტრენინგს უკეთებდნენ, კიდევ უშვებდნენ ანიმე მოდელებს, უშვებდნენ ილუსტრაციის მოდელებს, უშვებდნენ სპეციალიზებულ პორტრეტების მოდელებს და ასე შემდეგ და მანდ იყო ის უკვე ვაუ მომენტი, როდესაც ჩემ თავს უთხარი, რომ всё, ამოლინ AI არის ის რაც მომდევნო წლები იქნება ჩემთვის ყველაზე საინტერესო რაღაც, რის კვლევასაც გავაგრძელებ როგორც შემიძლია რა. შეიძლება არ ვიყო მეცნიერი, რომელმაც იცის უშუალოდ შიგნით ფუძე როგორ მუშაობს მაგ-კოდის, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ტექნიკური ნაწილიც გავიგო და უშუალოდ ის ვიფიქრო იმაზე, ეს მართლა ხელოვნება არ არის ხელოვნება, რა შეიძლება გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ რა. ეგრეც მოხდა. ხო, ესეც მოხდა და უკვე რაღაც მომენტში დიზაინერად მუშაობდი. სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში და მან ხშირად ვცდილობდი ხოლმე, რომ რაღაც ნელ-ნელა დამეწყო ამ თულების გატესტვა რა, პირველად ჯერ upscaler-ების გამოყენება დავიწყე, რაღაც პროდუქტის ფოტოებს უზდიდი ხარისხს და ძალიან კარგად აკეთებდა მაგას. მე უკვე უფრო ხშირად დავიწყე გამოყენება და მე ამ ცოდნის პირდაპირ გაზიარება დავიწყე რა ჩემ კოლეგებთან, რომ აი მეთქი ეს არის, ეს დროს აგისწრაფებს, ეს უკეთეს ხარისხს მოგცემს, ვიღაცა კარგი ილუსტრატორია, ვიღაცა კარგი დიზაინერია და არ იცის ილუსტრაციების ხატვა. და აი მაგ ადამიანს ურჩევ მაგალითად, რომ ეს ილუსტრაციის მოდელი გამოიყენო უკეთეს შედეგის მისაღებად. ხო, და მე უკვე მედალევანით ვხვდებით ერთმანეთს და ვიწყებთ ამ ყველაფერს რა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ რო ესე საფუძვლიანად მიუდეგით საკითხს, ამაში ძალიან დიდი როლი შეიტანა იმან, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ თქვენ გქონდათ ეს ბექგრაუნდი, გამოცდილება დიზაინერის, უკვე პროექტებზე მუშაობის, აგენტოებთან თანამშრომლობის და აი კარგი ბაზისი გქონდათ, რომ დაგეშინებინათ ხელოვნურ ინტელექტთან. აი ორი დიდი რაღაცის კომბინაცია არის, რაც გვაძლევს პატარა უპირატესობას სხვებთან შედარებით. ერთი რომ დიდი AI knowledge, რაც ჯონი მახსენა და AI knowledge უფრო ჯონის მხარესაა. და მეორე დიდი კომპონენტი არის სააგენტოების გამოცდილება. ძალიან დიდი ხანი მეც 7 წელი Betterfly-ში ვიყავი, ბევრი წელი ცოტა ხანი Windforce-ში ვიყავი, Johnny Kraken-ში იყო, Redberry-ში იყო დიდი ხანი და აი ეგ ორი რაღაც დაკომბინირდა knowledge და agency-s knowledge ძალიან კაი რაღაც გამოვიდა, იმიტომ რომ როცა გაქვს ეგ AI knowledge და როცა იცი როგორ მუშაობს სააგენტო შიგნიდან შიდა სამზარეულო, კლიენტებს როგორ ემუშავება, რა სერვისებია, pricing-იც იცი რა როგორ მუშაობს, ძალიან გეხმარება და პრაისინგი რო იცი, ალბათ ერთ-ერთი მთავარი მოძრავებელი და ჩვენ მთავარი მიზეზი ეგ იყო, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირს ყველაფერი. აი რაღაც თავიდან როგორც დაიწყო ყველაფერი, რომ 4 წუთიანი რგოლები უნდა და ყველას და აი 100,000-ობით ლარი იხარჯებოდა, მე ყველა მიხვდა რომ ძალიან ძვირია და რატო ხარჯავთ მაგდენს და ეგ ვიდეოებით შეკუმშდა, მაგრამ მაინც ძვირი არის, ნებისმიერი ფოტოშუტი ძალიან ძვირია, მაინც წუთიანი რგოლის გადაღება, რავი, დაახლოებით 100 კალარი ჯდება პლუს მინუს, ახლა ანიმაციაც ძალიან ბევრი ჯდება, CGI-სთან მიხვალ, 3D არტისთან მიხვალ, ყველაფერი ძალიან ძვირია და რაღაცებზე ალბათ დაზოგვა არ არის საჭირო, მაგრამ რაღაცებზე მგონია რომ ძალიან აუცილებელია დაზოგვა და ძალიან ბევრ რაღაცაზე არის და დაზოგვა აუცილებელია, მგონია რომ მან ზუსტად ჩვენ შემოვდივართ, რომ რავი, რატომ უნდა გადაიხადოთ ძალიან ბევრი ფული პროდუქტის ფოტოშუტში, როცა შეგვიძლია შენგან ავიღოთ, არ ვიცი, კილა თუ ნებისმიერი კრემი იქნება, რაც იქნება და დაგეგენერირებთ 100-ჯერ მეტ ვიზუალს იგივე ბექგრაუნდით, ოღონდ რავი 100-ჯერ იაფად. და ეგეთ ბევრი მაგალითია კიდე. ოღონდ ხარისხზე კომპრომის არ ვაკეთებ, მაგიტომაც ანუ იგივე სერვისსაც თავაზობ და ნაკლებ ფასად და უფრო სწრაფად, ძალიან no-brainer რაღაცაა, რომ ანუ რატომაც არა და AI-იც თავიდან დავიწყეთ იმით, რომ ძალიან მალე ვითარდება, ანუ შეიძლება აი ჯერ 80% წვდება, აი agency service-ებს 80% ვფარავთ
და რავი, ძალიან მალე რავი, ხვალ 91 გახდება ეგ ერთ კვირაში, 82 გახდება და ძალიან მალე ყველაფრის ჩანაცვლება შეგვეძლება საერთოდ და რავი, მე მგონი, ხო, ეგ არის ჩვენი ჯერ ერთი ხო რამდენიმე რაღაცა მინდა გითხრათ. პირველ რიგში ეს აუცილებლია, რომ როგორ ადაპტირდით აი ასეთი გამოცდილებით, იმიტომ რომ მასეთმა გამოცდილებებმა, რაც თქვენ გქონდათ, ჩათრევა იცის და რაღაცა აი მაგარიალში გამოკეტვა იცის და აი ძალიან მაგარია, რომ შეძელით, რომ იცი რა, ეხა ფიხი უნდა უწყო, ახალმა მატარებელმა ჩამოიარა და უნდა შევახდე იმ მატარებელს რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ბევრს ეხლაც უჭირს რა, გამოკეტვა იცის იმაში, რომ ესაა, საბოლოო, ანუ გვინდა არ გვინდა მორალური მიზეზით შეიძლება იყოს ვიღაცასთან, აი ვიღაცისთვის კრაფტია, თუმცა აი აქ ერთი რაღაც მინდა ისეთ, აი მკაფიოდ ძალიან ბევრი ფიქრობ, ძალიან დიდი ხანი ფიქრობდი მაგაზე და აი მგონია რომ სანამ კომერციაზე ვლაპარაკობთ, რაც არის აი advertising ინდუსტრია და marketing ინდუსტრია, ანუ მე კლიენტს ვაძლევ works, რომელიც მე ანუ იბუსტება და რაღაცას ამით ვყიდით, ანუ სრული კომერცია, გონია რომ აი მან მორალის ნაწილი მე ძალიან მიკურს ხოლმე რომ აი რავი, ისედაც კომერციული სექტორია და ანუ რატო არ არის გამართლებული რომ AI გამოიყენო და როცა ხელოვნებაზე გადავდივართ, სუფთა ხელოვნებაზე აი ან ფესტივალზე გაგზავნაზე, აი Adblexy-ზე, ან მილიონი სხვა ფესტივალი არის, აი მან კიდე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომ ალბათ ხო არ ვიცი სამიმსჯელოთ რომ AI რამდენად უნდა ეჯიბრებოდეს ნამდვილ კრაუდს და ნამდვილ ფილმს და ხელით შექმნილს და ხელით გადაღებულს, მაგრამ ხო აი რო შევაჯამო ეს სანამ კომერცია ვაფშე პრობლემას ვერ ვხედავ და ძალიან მიკურს ვიღაცისთვის რომ უცნაურია და უკვე ხელოვნებაში მან შეგვიძლია ვიდაოთ და ნუ მე ჩემ პოზიციას გეტყვით რა. მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას რა. ნუ რა არის დანიშნულება საერთოდ რომ მარკეტინგი გავაკეთოთ და რაღაცა შევქმნათ, ხო? რაღაცა მაღალი ხარისხის რაღაცა შევქმნათ, რომელიც რაღაცას ამბობს, რაღაცას ყვება და გააჩნია რაღაცა სული, დატვირთვა და შეიძლება იმასში ჩაღრმავება. ანუ პროდუქტი არის ხარისხი. ამ ყველაფერს ამ პროდუქტს ანიჭებს, რასაც ვაკეთებთ, ანუ ფოტოგენერაცია იქნება თუ ვიდეო იქნება, ამ ყველაფერს პროდაქშენი იქნება, ამ ყველაფერს ანიჭებს ადამიანის წვლილი და ადამიანის ჩართულობა, ადამიანის ფანტაზია, ადამიანის ძალისხმევა. თუ კარგია, რა თქმა უნდა, როცა ყველაფერს თვითონ გააკეთებს ადამიანი, მაგრამ ხო არის რაღაცა საშუალებაც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იქაც თვითონ აკეთებს. ანუ იმ თავის კრეატივს, იმ თავის ძალისხმევას ისევ აქსოვს იმ პროდუქტში, რასაც ქმნის, უბრალოდ ტექნიკას ეხება საქმე. ნაცვლად იმისა, რომ კამერა იჭირება ხელში, აკეთებს სიტყვაზე ის. ჩემთვის როგორც ასეთი, ერთიც მისაღებია და მეორეც მისაღებია. უბრალოდ ის მე არ ვეთანხმები არანაირად იმის თქმას, რომ ახლა თუ ადამიანმა ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტით გააკეთა, იმას ან ნაკლები კრეატივი გააჩნია, ან ნაკლები ძალისხმევა გააჩნია, ან ნაკლები ჩართულობა გააჩნია. ჩემი აზრით, აი ეს განცდა უარყოფითი დამოკიდებულება რატომაც გაჩნდა, მე ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნახეს გარკვეულმა ადამიანებმა, რომ ხელოვნური ინტელექტით რაღაცა მარტივად კეთდება, გადაწყვიტეს, რომ ასე ვთქვათ, თავიანთი ძალისხმევა და თავიანთი კრეატივი შეემცირებინათ. ანუ რადგან დაეზარათ ფიქრი მოკლედ. და აი შენ რასაც მიყვებოდი ჯონი წეგან, რომ რისერჩი მაქვს უდიდესიო რა. ხო, რომ აი რა როგორ რანაირად, რომ შენი ძალისხმევა და შენი ინფუტი გაუკეთო, ხო მაგას. ვიღაცებს დაეზარათ და ქმნიან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რაღაცა საშუალო არითმეტიკულზე დაბალ პროდუქციას და ამის გამო საზოგადოების რაღაცა ნაწილი განეწყო, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის ბრალი. ხელოვნური ინტელექტის ბრალი აქ არაფერი არ არის. აქ არის ადამიანის ბრალი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ბრალი რაც იყო, ის გამოსწორდა 20-22 წლიდან ისე დაიხვეწა ფოტო ვიდეო გენერაცია, რომ ძალიან კარგ საფეხურზეა და აი აგერ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ერთ-ორ წელიწადში ისეთ საფეხურზე იქნება კიდე, რომ პროდაქშენისგან ამ წუთში რაც იქნება, გარჩევა იქნება აბსოლუტურად შეუძლებელი. ამიტომ ვერ დააბრალებ ხელოვნურ ინტელექტს, რომ იცი რა, ხელოვნური ინტელექტი ვერ აკეთებს საქმეს, როგორც აი რეალური პროდაქშენი გააკეთებს. ეგრე ეგ არის. პრომპტის ჩაწერა და რაღაც დაგენერება ძალიან მარტივია, მაგრამ იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ვაკეთებ და ჩვენ knowledge გვაქვს, ეგ რთულია. ანუ ორივე იგივე თულებს ვიყენებ და იგივე მოდელებს ვიყენებთ, მაგრამ მანდაც როგორ იყენებ, ანუ რავი.
Blender-ში შეხვიდან, Photoshop-ში შეხვიდა და აზე არ იყო რა ხდება, ალბათ ვერ გააკეთებდა. ანუ აქაც იგივეა, prompt-ის დაწერა, სიტყვების წერა ხოლმე ვიცით, მაგრამ იმის უკან ძალიან ბევრი მე მგონია რომ მაგას ნენოლა რაღაც დროც გაფილტრავს ალბათ, რავი, არ მგონია რომ რენესანსის დროს ყველა ვინც ბუნჯი დაიწყო ხატვა, ყველა გვახსოვს დღეს, ხო, ალბათ გვახსოვს დიდზე ჩამოსათვლად ის მხატვრები, რომელმაც მართლა რაღაც შეცვალეს და ახალი შექმნეს. ამიტომაც მეც მგონია რომ დრო ნენოლა მაგ ყველაფერს გაფილტრავს და ანუ ეგეც კიდე ცალკე საკითხია, AI tool-ია თუ ჩვენი დამხმარე ასისტენტია თუ მართლა რა არის რა საბოლოო ჯამში. ჩემი აზრი დღესდღეობით ჯერ ის არის რომ მხოლოდ tool-ი. მაგრამ თან გვერდით აქ რაღაც საინტერესო ფუნქცია რა. რაც აქ რის შანსიც აქამდე არ მქონია მაგალითად ისეთ ადამიანებს ვინც ვიზუალთან მუშაობთ. თუ სხვა შემთხვევაში მაგალითად ნახატი უნდა დაგეხატა და რამდენი output-ი გექნება, ხო? ერთ მხატვარს ალბათ ერთ ნახატს დახატავ რაღაც 3 საათში. 3 საათში შენ იმხელ output-ი შეიძლება გქონდეს AI-ში დაგენერირებული იგივე ვიზუალის, რაც ძალიან მერჩიამ იმას. რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს პოულობ შენ თავშიც რა, ამუღამებ ვიზუალურ სტილებს და ძალიან კარგად პოულობ განსხვავებებს, თუნდაც ერთი და იგივე პრომპტით ერთი და იგივე აი ყველაფერი ერთი და იგივე რომ იყოს და რაღაც პატარა სხვაობაც კი შენთვის ძალიან საინტერესო ხდება რა და მე დაახლოებით ესე უყურებ რომ მე მაგ რაღაცეების კეთებით ჩემ ვიზუალ თვალსაწიერს პირიქით უფრო მეტად ვზდი და არა ვაჩლუნგებ რა, იმიტომ რომ ანუ სხვა შემთხვევაში მე როგორც არტისტ თუ უნდა მენახა რაღაც რეფერენსები არ ვიცი Pinterest-ზე, რასაც ისედაც ვაკეთებ ხოლმე, ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია დააგენერირო რაღაც ზღვა კონტენტის, საიდანაც იპოვო საინტერესო ელემენტები რა, შეიძლება 50 ფოტოდან ამოიღო ძალიან წვრილი პატარა ელემენტები, თუნდაც სტილი, რაღაც გრეინის რაოდენობა, განათება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც ვფიქრობ, რომ იდეალური tool-ია და ვისაც გონია რომ რაღაცნაირად პირიქით გვაკნინებს AI-ის არსებობა, ან უფრო ნაკლებ არტისტებად გვაქცევს ან ხელოვანებად, მე მგონი ძალიან მცდარია რა. პირიქით უნდა მივიღოთ როგორიც არის, გავაკეთოთ ძალიან ბევრი ტესტირება და ალბათ მან აღმოაჩენთ რაღაც სიმართლეს რა. ჯერ მგონია რომ ძალიან დიდი Wild West-ია მართლა და ყველაფერი არის ექსპერიმენტაციის ეტაპზე რა. ხშირად ვადარებ ხოლმე ალბათ ელექტრონული მუსიკა როდესაც შეიქმნა და ტიპებმა დაიწყეს რაღაც იქ რეკორდინგის გაკეთება, იქ სინთეზატორი მიაერთეს რაღაც მოდულარებს და პატარა ექსპერიმენტები დაიწყეს დაახლოებით იგივე ეტაპზე ვართ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ აი Stable Diffusion-ს ვახსენებ ისევ Stable Diffusion-ზე ძალიან საინტერესო მომენტი იყო, როდესაც გამოვიდა ControlNet-ის მეთოდი რა, სადაც შეგეძლო შენ ფოტოდან ინფორმაციის ამოექსტრაქტება, ეს იქნებოდა line art-ი, სიღრმითი ინფორმაცია და მერე ეგ სიღრმითი ინფორმაცია გამოგეყენებინა ახალი ფოტოს დასაგენერებლად, იმისთვის რომ შეგენარჩუნებინა მაგალითად პერსონაჟი, პოზა, სიღრმე და ასე შემდეგ და სრულიად ახალი რაღაც დაგენერირებინა მაგის ზემოდან. აი მასეთი კონტროლის საშუალებები და მანდ რაღაცეების გაკეთება რა, მართლა DJ-ინგს გავს და მართლა რაღაც მუსიკის შექმნას გავს რა, ძალიან პატარა შეხება მქონდა მუსიკასთან, მაგრამ მაგ პარალელებს რო ვავლებ, ძალიან აშკარაა რომ მაგ ექსპერიმენტების გარეშე შეუძლებელია თქვა რომ ოკეი მე რაღაც საუკეთესო ფოტომოდელთან დავждები და იქ დავაგენერებ. არა, რაღაც მომენტებიც იყო კიდევაც, როდესაც აი closed source ბევრი ძალიან კაი მოდელი გამოდიოდა, მაგრამ Stable Diffusion ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ანუ ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო რა, არ ვიცი. ჯერ კიდე 2002-ში შეგეძლო 8K ფოტოს დაგენერირება. იქ რა თქმა უნდა ქონდა თავისი ხარვეზები, ერორები, ასე შემდეგ. მაგრამ ხო, მან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ექსპერიმენტაცია ყოველ ეტაპზე. როგორც კი აჩერებ ექსპერიმენტაციას, მან მგონია რომ ანუ მან დიკეტები იმ რაღაცა ბოქსში და გონია რომ საუკეთესო მოდელი იპოვე და ეს არის აღარ იქნება მაგისი გიტარები. პირიქით. და აი წეგან ახსენე მე მგონი აი ფოტომოდელებს შორის სხვაობა ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე დიდია რა. აი
ვთქვათ 1000-ობით ფოტოს რო დააგენერებ ძალიან მსგავს მოდელში, იქაც კი პოულობ რაღაც ძალიან პატარა სხვაობებს თუნდაც სტილში რა, ერთი და იგივე რომ გამოიყენო 50 მმ-იანი Kodak-ის 300 ISO-იანი ფილმი პრომპტად ორივე მოდელი საერთოდ სხვა ესთეტიკას მოგცემს რა. შეიძლება რაღაც ჩვეულებრივი თვალისთვის არ იყოს დიდად განსხვავებული და იყოს ორივე რაღაც ფირის ფოტოზე გადაღებული ფოტო, მაგრამ აი ზუსტად მან გჭირდება ეგ ვიზუალური ცოდნა წლების განმავლობაში დაგროვებული, რომ აარჩიო ის სწორი მომენტი, სწორი ფოტო, რომელიც მე გამოგადგება შენ საბოლოო პროექტში რა. აი მუსიკას დავამოწმე. ძალიან გამიგრძელდა. არა, ძალიან საინტერესო. მუსიკაზე იყო ძალიან კაი მაგალითი და აი მან მახსოვს რომ პერიოდი იყო რომ აი ლაივში დაკრული მუსიკა ვაფშე სხვა არის, მე აი EDM-ები რაღაცები რო შემოვიდა მუსიკას აფუჭებდა, მე აი რაღაც საერთოდ ჰიპ-ჰოპ არტისტი რო ბიტზე რაღაცას რო ეპავს და ეგ ბიტი რო ლაივში შესრულებული არა, ეგეც ვიღაცისთვის შეურაცხყოფა იყო, მე საერთოდ უზარმაზარი ტალღა იყო ავტოთიუნზე რო ანუ ეგ ვაფშე მუსიკა არ არის და ანუ ვინც ავტოთიუნს ვიყენებს, რავი, ხმა მეც არ მაქვს და მეც გამოვიყენებ, მაგრამ ნუ ყველაფერს მიმღებლობაც რაღაც მომენტში მოხდა რა და ეხლა რავი, ჩემ პლეილისტშიც ძალიან ბევრი ავტოთიუნიანი ჰიპ-ჰოპ არტისტია და ხო, ჰიპ-ჰოპ არტისტზე გამახსენდა ერთი მოდელი გამორჩა Higgs Field-ი, მაგასაც ავამატებ. რაში ძალიან აქტიურად პოზიციონირებს საკითხებში. ხო და მაგიტომაც ბევრი რაღაც ვითარდება, ბევრი რაღაც იცვლება და მე მგონი ხო არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილები იმაში რაც ადრე იყო და კი, ერთი რაღაც მაინტერესებს, ნახეთ. მე აბსოლუტურად გეთანხმებით რაც ვილაპარაკეთ, აბსოლუტურად და რაღაცა აბსოლუტურად იგივე ხედვა მაქვს. და ხედავ თქვენს წვლილს, რაც შეგაქვთ, რომ იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს როგორც tools, როგორც assistants და როგორც ქმნით პროდუქტებს. მაგრამ ერთი მომენტია, თქვენ აქამდეც გიკეთებიათ ეს საქმე კარგად და თქვენ, ასე ვთქვათ, ახალები არ ხართ ამ სფეროში, ანუ პირდაპირ ხელოვნური ინტელექტით არ დაგიწყებთ. რა სიტყვით იმ ადამიანებზე, აი რაზეც ვსაუბრობდით იმ თემის გაგრძელება, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ გამოცდილება ეს ყველაფერი. ანუ თქვენ როგორ რამე დაგითხრათ, რასაც ამბობთ, ლოგიკურად ახსნადია ეს ყველაფერი, მაგრამ იმ ადამიანებს რას ეტყვით, ვინც აი ეხლა იწყებენ და პირდაპირ ხელოვნური ინტელექტით იწყებენ. აი როგორ წარმოგიდგენიათ მაგათი აი ეს ჩართულობა და ინფუტი და მათი კრეატივი მაგ საკითხს როგორ უყურებთ, არ ვიცი, ზუსტად ახსენეთ თუ არა, ის კითხვაც მინდა. ძალიან კაი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ხა ვიყვანეთ junior დიზაინერი და მაგას უყურებ ესე რა, მაგრამ არიან დიზაინერები, რომლებიც სოფოს არიან დიზაინერები, რომლებიც აი ჩემნაირი ტიპები, რომლებიც 8-10 წელი ერთი და იგივე რაღაცას აკეთებდნენ, ანუ რაღაც ერთი და იგივე თულებს თან მოგეხსენებათ, ანუ Adobe-ს მთლიანი ის აქ რა მონოპოლი აქვს მაგ კრეატიულ ინდუსტრიაზე და ყველა თული რაც არსებობს Photoshop-ი, After Effects-ი, Premiere-ი, ანუ ყველაფერი მაგათი არის და დიდად ისე მოხდა, რომ ანუ ტრადიციული დიზაინერების შედარება მინდა ამ ახალი თაობის დიზაინერებთან რა, ის Sophos მაგალითი ძალიან კარგი მაგალითია, იმიტომ რომ ადამიანს რა თქმა უნდა აქვს რაღაც გარკვეული გამოცდილება, მაგრამ არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება რა, სამსახურში არ უმუშავია ძალიან ბევრ პროექტზე და ასე შემდეგ. აი მან ძალიან საინტერესოა მაგალითად როგორ აღიქვამს რაღაცებს, როდესაც ხედავს, რომ ძალიან მარტივად შეიძლება დაგენერდეს ის ვიზუალი, რაც იქ სწავლის პროცესში საერთოდ არავინ არ უთხრა. ან არც არსებობდა ეგ თულები რა, ამიტომაც ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ ამოწუროს research-ის ნაწილი, იპოვოს ის ვიზუალები რაც უნდა და ეგ ნაწილი არასდროს არ შეწყვიტოს და თან გზადაგზა ვაძლევ პატარა ჰინტებს რა, აი აქ პრომპტის დახმარებით ეს შეგიძლია შეცვალო, აქ ის გააკეთო, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ ადამიანი დამწყებია და აი დღეს იწყებს და გადაწყვიტა, რომ არ ვიცი, კონტენტი უნდა ვაკეთო AI-ით, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ go to basics რა, ჯერ დაამოღამე კომპოზიცია როგორ მუშაობს, განათება როგორ მუშაობს, თუნდაც AI-ის დახმარებით. ანუ იქ ნასწავლი ცოდნა, პროსტა აიღე პრომპტად აქცია და შეხედე როგორ გიგენერირებს სხვადასხვა ვერსია. ასეთ რაღაცას შემოგთავაზებ. ხომ არ უნდა აკეთოს პარალელურად ხელი, მანუალურადაც. კი, რა თქმა უნდა. და ანუ თანადროულად გააკეთოს ეს ორი საქმე. AI-თაც და მანუალურადაც, რათა იცოდეს
ის ბაზისები. აი როგორც თავიდან აღნიშნეთ, ძალიან ყველა თითქმის პროექტში human touch-ი და ხელით ინტერვენცია მაინც ხდება, მაგიტომაც წმინდა გჯერა რომ არაფერი არ გამოვა 100% AI და მაინც უნდა ჩაერიო ხელით, X skills-ები უნდა ისწავლო რაღაც მომენტში და ჯობია თავიდანვე ისწავლო. ანუ თუ მაგალითად დიზაინის მიმართულებით აწვევი AI-ს და გინდა ფოტომოდელები დაამუღამო, მე მართლა მჯერა რომ Photoshop-ი და Illustrator-ი ძალიან დაგეხმარება, ანუ საბაზისო ცოდნა უნდა გქონდეს მაგ პროგრამების, რომ შემდეგ რაღაც ხელით edit-ი შეიტანო ან რაღაც შეცვალო. აი, რა თქმა უნდა, ისიც იზამ, მაგრამ anyway ძალიან დაგეხმარება და სხვა კრეატიულ ასპექტებშიც, ანუ ვიზუალური ხელოვნების გარდა, არ ვიცი, მაგალითად copywriting-ი ავიღოთ. არ მგონია რომ დღეს არ ვიცი ChatGPT-ს ყველას დაუწერია რაღაც, მაგრამ მე მგონი რომ აი ხელი დაწერილი საერთოდ სხვა არის რა იდეების გენერაციაზეც არ ვანდობდი პირდაპირ რომ აი Gemini-ს მიწერე რომ დამიგენერირე 10 იდეა ამ კამპანიაზე და რაღაც მან თქვა პატერნების მიხედვით რაც ადრეს სადღაც ნახა იმაგებს გიჭამებს ანუ მაინც არ ავიღებდი აი მესამე იდეას და მოდი ეგავაკეთოთ ან აიღებ შეცვლი რამეს დაამატებ ან იქიდან ინსპირაციას აიღებ ანუ თავიდან ბოლომდე მაინც რაღაცებში არ უნდა ენდო და ყველგან ძალიან საჭირო human touch-ი და ძალიან ეთყობა workshop-ზე human touch-ი აქვს გინდ copy აიღო გინდ audio აიღო ვიზუალი აიღო ვიდეო ნებისმიერ ასპექტში ძალიან მარტივად გაარჩევ სად არის human touch-ი და სად არ არის human touch მაგიტომაც რაღაცას დავამატებ ზუსტად მან ძალიან უცბად ვიტყვი რა აი თუნდაც ნანობანანა რადგანაც ვახსენეთ ჩემი აზრით რაღაცა პატარა ნაპერწკალია იმისკენ რომ ადამიანები გადავიდნენ რაღაც ხელით editing-იდან უფრო ინსტრუქტირებულ based editing-ზე რა სადაც შენ ტექსტით ეუბნები რა დაედითოს უშუალოდ ფოტოზე რა და ეგ მე მგონია რომ ძალიან დიდ shifts გამოიწვევს და რაღაც გაიმიჯნება მერე ძველი თაობის დიზაინერები და ახალი თაობის დიზაინერები აი პირობითად რომ ავიღოთ ანუ noise-ის დადება ფოტოზე ან თუნდაც ფოტოს ამოჭრა ჩემი აზრით სკილი არ არის რა ანუ არის უბრალოდ რაღაცა აი როგორც ანუ რაღაცა უფრო ხელობას ვერ ვიტყოდი არ მინდა რაღაც რომელიმე ის დავაკნინო მაგრამ აი ფოტოდან რაღაცის ამოჭრა და სხვა ლეიერად დადება რა არ არის რაღაც განსაკუთრებული სკილი რაზეც ჩემი აზრით დიზაინერი დროს უნდა ხარჯავდეს რა და ძალიან ბევრი ესეთი პატარა დეტალია და ჩემი აზრით საინტერესო იქნება მანდ მიდგომა რომ ამ ახალი თაობის ადამიანებმა ისწავლონ რა თქმა უნდა პრაქტიკულადაც, მაგრამ თეორიულად როგორ მუშაობს ვიზუალი რა, იმიტომ რომ მაგის გარეშე მართლა წარმოუდგენელი მგონია. იმიტომ რომ ანუ ჩვენი მუშაობის, აი მეც ახლა მაგალითად Photoshop-ს ხსნი ხოლმე, ადრე თუ ხსნიდი რაღაც 100%, დღეს ხსნი 10% რა. უბრალოდ იმისთვის რომ პატარა edit-ი გავაკეთო და მოექსპორტო ის ფოტო. დანარჩენი მთლიანი დატვირთვა მიდის მაინც AI-ზე, იმიტომ რომ ძირითად ვიზუალს ეგ იგენერირებს. ამიტომაც აი მუშაობის პრინციპები და workflow-ებიც აბსოლუტურად იცვლება რა და აი მაგიტომაც ვთქვი, ხა ჩემთვისაც ეგ ექსპერიმენტია ჩვენ დიზაინერზე რომ როგორ შეიძლება მაქსიმალურად სწორედ მიუდგე რომ რაღაც ნაწილი არ გამოტოვოს იმ ცოდნის რაც უნდა მიეღო რა ამიტომაც ხო ჯერ კიდევ რაღაც ბევრი კითხვის ნიშნებია ჩემ გონებაში ეგ როგორ დავაგდება რა არ ვიცი კარგი მაგალითია რომ FL Studio-ში ან Ableton-ში ალბათ ნებისმიერ შეუძლია მუსიკის შექმნა მაგრამ თუ ნოტები იცი და მუსიკალური ბექგრაუნდი გაქვს ძალიან დიდი ალბათობით უკეთეს ნამუშევარს შექმნი და უკეთეს საუნდს დადებ მაგიტომაც ხო ანუ ორივე მუშაობს მაგრამ როგორც ნოტების ცოდნა გეხმარებათ უკეთესი მუსიკის შექმნაში აქაც საბაზისო ფუნდამენტები გინდ Photoshop-ის გინდ ნებისმიერი ვიზუალური აპლიკაციის მაინც გინდა ხატვაც მგონია რომ ხატვაც გეხმარება სხვანაირად აღიქვამ რაღაცებს ანუ საბაზისო რაღაცები მაინც ისევ და ისევ human touch ხო განტოლებიდან ვერანაირად ვერ ამოვარდება ადამიანი ალბათ ჩემი აზრით სანამ რაღაც AGI-ის ან ASI-ის level-ზე არ მივართ სადაც უკვე ძალიან აბსტრაქტული იქნება ჩვენთვის წარმოვიდგინოთ ის მოდელები უკვე რაღაც მომენტებში აბსტრაქტულია რომ მივხვდეთ ის ნეირონული ქსელები როგორ მუშაობს და AGI-ის შემთხვევაში და რაღაც უფრო დიდი მოდელების შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო რთული იქნება მაგის წარმოადგენა და აი მანდ ალბათ უკვე დავინახავთ რაღაც ნაპერწკლებს კრეატიულობის ქვეცნობიერის შეიძლება ეგეც უბრალოდ მგონია მაგრამ დღესდღეობის რა თულებიც გვაქვს რავი ხო მანდ შეუძლებელი ადამიანი განტოლებიდან ამოიღო რა შეუძლებელი კიდე ერთი თული გამორჩა Adobe ვახსენეთ Adobe Firefly ეგეც გამორჩა მაგასაც ჩავსო რო შევაჯამოთ ეს ნაწილი ნუ ჩემს პოზიციას გავაჟღერებ ასე ვთქვათ რაღაცა კატეგორიზაციას მოვახდენ
მე როგორ უყურებ ამ საკითხს მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს. ალბათ გამოიყოფა რაღაცა სამი ნაწილი ადამიანებისა, საზოგადოების რაღაცა სამი ნაწილი, ერთი ნაწილი რომელიც ძველებურად გააგრძელებს ზუსტად იმავე კეთებას, რაც აკეთებდა, როგორც ახლა გარკვეული საზოგადოება ისევ ხატავს ჩვეულებრივ ფურცელზე და არაფერი შეცვლილია მათთვის და ამის ღირებულება გაიზრდება მაქსიმალურად, ანუ უფრო მეტად დაფასდება, ასე ვთქვათ, ის ვინც თავისი ხელით აკეთებს ყველაფერს იმ მომენტამდე, სანამ ხელოვნური ინტელექტი ვითარდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ მიერ შექმნილი ასე ვთქვათ, მასალით და არა რაღაცა თვითგენერირებადი მასალით, ანუ მაგ მომენტამდე. მეორე კატეგორია იქნება საზოგადოების ის კატეგორია, როგორიცაა ჯონი და ლევანი, ანუ რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თვითშემოქმედების და პარალელურად და ძალიან დიდი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება და პარალელურად ძალიან ღრმა ცოდნა ხელოვნური ინტელექტზე და ამის სინთეზს აკეთებს და რაღაცნაირად ერთობლივად მუშაობს და ალბათ საზოგადოება იყენებს როგორც ასისტენტს და გამოიყოფა საზოგადოების რაღაცა მესამე ნაწილი, რომელიც უპირობოდ დიდი ფაქტობრივად თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გარეშე პირდაპირ ორიენტირდება ხელოვნური ინტელექტის მიერ, ასე ვთქვათ, დაგენერებულ მასალებზე და მთლიანად გადაერთვება მაგაზე. ალბათ საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება სწორედ ეს. აი, როგორც ჩამოთვალეთ თანმიმდევრობით, ალბათ ეგრე იქნება. ეხლა ეს კარგია, ცუდია, მომავალში რა მოყვება, ამ ყველაფერს ამაზე პასუხი არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალობაა, მატარებელი აქეთკენ მიდის ყოველ შემთხვევაში. ხო. ეხლა თუ მეტყვით, რომ კაცობრიობა რა დაემართება, თან ეს ყველაფერი ხო მარტო კონტენტზე არ არის. აი, ეს ყველაფერი ხდება იმავენაირად კოდზე, ყველა სფეროში. იმავენაირად Excel-ზე, ანუ ფაქტობრივად შეიძლება გაიზარდოს თაობა, ანუ გამოჩნდეს თაობა, რომელსაც კოდის წერა ფიზიკურად აღარ იციან. ანუ საფუძველი არ იციან საერთოდ. და პირდაპირ კოდს აგენერირებენ prompt based რა. უბრალოდ ჩემი პირადი აზრით კიდე მომავალი prompt based-იც კი არ არის, speech based-ია უკვე, რომ ანუ დაწერაც აღარ იქნება საჭირო, უბრალოდ ვესაუბრებით და ის აკეთებს საქმეს, რა ეგ უფროა მომავალი. ხო, აი ასე ვითარდება ჩემი აზრით ეს ტექნოლოგია და მომავლის ეს ასე ვთქვათ ნაწილი და აი იმ შემთხვევაში უკვე როცა შემოდის AGI, ანუ ხელოვნური ინტელექტი, ან სუპერინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენი თანასწორია, ასე ვთქვათ, ან ჩვენზე უფრო მაგარი და შეუძლია უკვე როგორც ჩვენ განვიცდით და როგორც ჩვენ ვქმნით და ჩვენი კრეატივი გაგვაჩნია, ისე გააკეთოს მასალები. აი აქ როგორ მოხდება უკვე თანაფარდობა და რაღაცა თანამშრომლობა და კოლაბორაცია, აი ამაზე ზუსტად პასუხი არ მაქვს. მე რა აზრი არ აქვს არაფერს საერთოდ. ხო, ერთადერთი ამ წუთის, ხო, არ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხი, მაგრამ ერთადერთი ამ პროცესში, ჩემი რჩევარაცაა და ბიჭების რჩევარაც არის, ეს არის აი ჯონიმ რაც ახსენა, უბრალოდ საკითხი, რა ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ, უბრალოდ რა საკითხშიც ვიყენებთ, აუცილებლად იმისი ბაზისები, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აუცილებლად შევიძინოთ და ვიკულიოთ და რაღაცა თანადროულად, ანუ შუა სეგმენტი რაც დავასახელე, აი იმაზე გავაკეთოთ მთელი აქცენტი. ეხლა ვისაც უნდა პირველ სეგმენტზეც გააკეთოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ძალიან თუ გვინდა რომ ეს გადავარჩინოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ადამიანური ბუნება და მენტალიტეტი, აი ამაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ეხლა მინდა შემდეგი რაღაცა თქვენი ნებართვით და თანხმობით, რომ გადავიდეთ თქვენს პროექტებზე, უბრალოდ ორ ნაწილად გავყოთ, რომლითაც გინდათ იმითი დავიწყოთ. ერთი მაინტერესებს თქვენი პროექტების თემა და მეორე რომ წარმოგვადგენინოთ მოკლე flow სამუშაოსი, აი იმათთვის ვინც იწყებს, საიდან იწყება ეს flow სამუშაოსი, აი რაღაცა პრაქტიკულ სამზარეულოში ჩაგვახედოთ დაახლოებით, როგორ ხდება ეს ყველაფერი. რომელი ნაწილითაც გინდა იმითი დავიწყოთ, თუ გინდათ პირველით და მერე გადავიდეთ მეორეზე, ან როგორც საჭიროთ ჩათვლით ისე რა. ანუ ჯერ პრაქტიკული ნაწილი და მერე თქვენი პროექტები უშუალოდ რა გაქვთ გაკეთებული. შიდა სამზარეულოში ძალიან ადამიანურად მუშაობთ, მან AI-ის ჩართულობა ჩვეულებრივ პროგრამებს ვიყენებ, Slack-ი, Notion-ი, Trello, მან არაფერი ისეთ განსხვავებული არა, უშუალოდ გენერაციის კი, მაგრამ ნუ თვითონ ხო კლიენტთან თანამშრომლობა ჩვეულებრივად რაღაც სტანდარტული რეჟიმით მიმდინარეობს. და უბრალოდ ჩვენ თავიდანვე რასაც ვეუბნები და რითაც
ესე ვთქვათ, ყველაზე დიდი სარგებელი მოგვაქვს, ის არის, რომ ყველას უმუშავია სააგენტოსთან და ანუ ყველა მიცის სააგენტოს ლიმიტაციები. Პირველი დიდი ლიმიტაცია არის ის, რომ დრო და ანუ სააგენტოს თუ 20, 30, 50 კლიენტი ყავს და აქეთ რამოდენიმე დიზაინერი, ანუ ყველაფერი რესურსულად ძალიან შეზღუდულია და ძალიან რთულია ედიტის დამატება, ახალი აი ვაიდა თვეში 12 ვიზუალია და აი ვაიდა მე-13 დაჭირდა და მანდ უკვე ომი იწყება, რომ ჩვენ ხო 12-ზე შევთანხმდით, ეს მე-13 ჩვენ რესურსში ვერ შედის, მეტი დრო გჭირდება, აქ მე-11-ზე რაღაც ჩასაედიტებელია და ნუ მოკლედ ძალიან დიდი რაღაც იგიჟე ხდება. ჩვენ შემთხვევაში არც 12 ვიზუალზე, არც 20-ზე და არც 30-ზე არ გვაქვს ლიმიტაცია, რადგან AI ასჯერ სწრაფად აკეთებს ყველაფერს და სისწრაფეზეც ძალიან დიდი გავლენა აქვს რა, თუ მაგალითად agency კვირაში 2 ვიზუალს უგზავნის და აი ხანდახან დაგვიანდება, ვერც ასქეჯულებენ ან რაღაც გავსი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად 1 სექტემბერს მივიღოთ ბრიფი, 5 სექტემბერს ყველაფერი გავუგზავნოთ, რაღაც 7 სექტემბერს ბოლო ედიტები შევიტანოთ და всё, პირველივე კვირაში მთელი თვის კონტენტი მზად არის. ან ვიდეო თავიდანვე გავაკეთოთ და უკვე რაღაც მერე გაშლებზე ვიფიქროთ, ანუ ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, უფრო სწრაფად ბარდება კლიენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეხლა 25 წელს არ ვამბობ რომ quality-ზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ალბათ თანაბრად არის თუ quality over quantity იყო, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია შენი output-ი, ანუ ბაზარი არა თუ ერთ ძალიან მაგარ ვიდეოს დადებ ან ერთ ძალიან მაგარ ილუსტრაციას ძალიან კაია, მაგრამ სხვა დადებს 20 და 30 და გადაგფარავს. მაგიტომაც quality-სთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია შენი output-ი და ვინ თუ არა AI თავაზობს ყველაზე მაღალ output-ს. მაგიტომაც სისწრაფეში ვიგებთ ძალიან და ეგ ძალიან დიდი ჩვენი უპირატესობა არის და მეორე output-ში ვიგებთ. რომ რავი, აი შენ როგორც ახსენე, რომ 100,000 ჩენელი არის და TikTok-ზე ცალკე გინდა, YouTube-ზე ცალკე გინდა, Facebook-ი, Meta-ს ჩენელები, Instagram-ი, რავი, ანუ ყველგან ხო რაღაც უნდა დადო და AI კაკრას გეხმარება რომ ანუ არსად არ ჩამორჩა და აი ზღვა კონტენტში და ანუ შენი კონკურენტები რომ 2000 რაღაცას დებენ, შენ მარტო დადო ეგ 2000 რაღაც და ანუ არავის არ ჩამორჩა და ეგ არის აი როგორ მუშაობთ და როგორ უფრო სწრაფად ვაწვდით კონტენტს. გუშინ ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ვეღარ მოვიცარე TikTok-ის ჩასაწერად და Heijin-ში შევქმენი თაწმინდის მთვარე, ჩემი საკუთარი თავის ავატარით ინგლისურ ენაზე დავდა ის. კი, დავდა ეგ თაწმინდის მთვარე, მოკლედ ინგლისურ ენაზე. საკმაოდ კარგად პატარა ხარვეზები, მაგრამ ნუ დიდად შემეძლო ეგ ხარვეზებიც გამომესწორებინა, უბრალოდ მართლა არ მქონდა დრო, თორემ მაგ ხარვეზებსაც ამოვფრიდი ინგლისურ ენაზე ვკითხულობ თაწმინდის მთვარეს. ხო, ანუ როცა რაღაც გეჩქარებ, აი ხა მაგალითად რა არის დღეს 1 სექტემბერი, ახლოვდება Black Friday, ახლოვდება ახალი წელი. მან ყველამ ვიცით როგორი იმენა წაგლეჯვა არის სააგენტოების და ანუ ვინ ვისთან პირველი მივა და დიდი ალბათობით დიდი კომპანიები უკვე ემზადებიან და უკვე აკეთებენ მინიმუმ საახალწლო კამპანიებს. დეკემბერში და ნოემბერში რა ხდება ყველამ ვიცით, აქ Black Friday-ს ლონჩი გაქვს, ერთ თვეში უკვე ახალი წლის ლონჩი გაქვს, ვერაფერს ვერ ასწრებ, აი ამ ჩაჭერა პერიოდებში, როცა ის იგიჟე ხდება და არც quality უნდა დააგდო და არც რაოდენობა უნდა დააგდო, ძალიან კაი solution-ია AI და ანუ შეგვიძლია რომ ესეც მოვაწყოთ. არასდროს არ ვნერვიულობ, ხო, ძალიან შვიდად. მოვიდივართ ოფისში, ასწრებით უბრალოდ, აი ქაოსი არ გვაქვს. ეჩქარება, მალე ჩახურე, გაუგზავნე, edit-ი სიტყვა вообще ჯონი დიზაინერია და ეგ სიტყვა რო გესმის, უკვე ანუ რა პანიკაში ხარ როგორც დიზაინერი. რაღაც გააგზავნე, ჩახურე, წნარად ხარ და ანუ უცბად კლიენტი edit-ს გაძლევს და მან всё, ანუ დაბრედვა არის და სიგიჟე და ჩვენ შემთხვევაში edit-ი რავი, ნუ ვასჯერ უფრო მარტივია. კაი, გადავიდეთ flow-ზე, აბა. აი, flow-ზე რომ გადავიდეთ, ხო, აი დაახლოებით წაღან ლეონიმ რაც ილაპარაკა, ეგ რო უფრო ტექნიკურად გავშალოთ, აი მაგალითად ვიღებთ რაღაც კონკრეტულ brief-ს ან თუნდაც ხვდებით კლიენტებს რა. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ყველა AI-ის მიმართულებაში, არა მარტო ფოტოგენერაციაში, რომ კონდეს კარგი data. სანამ მიდიხარ და იწყებ რაღაცის დაგენერირებას, ან ნებისმიერი რაღაცა რა, ფოტო იქნება თუ ვიდეო ეს. Sorry, აუცილებელია მაგ მომენტში, რომ მაქსიმალურად ბევრი data წამოიღო კლიენტისგან, იმიტომ რომ ეგ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად დაგეხმარება, რომ შედეგი მიიღო ზუსტი რა. ხო, მოკლედ მაგით ვიწყებთ ხოლმე, ველაპარაკებით ვისმენთ რა უნდათ, რა პრობლემები აქვთ და მე უკვე მოვდივართ ვსხდებით და მედალევანი ვიწყებთ ფიქს რა ნაწილში რა სოლუშენები შეგვიძლია შევთავაზოთ რა. აი, ჩემ გონებაშიც ყველაფერი არის დაყოფილი კატეგორიებად.
text to image, text to sound, text to is და ასე შემდეგ text to video, image to video და ასე შემდეგ. ყველაფერი მაქვს, აი დაახლოებით თვალებს დავხუჭავ ხოლმე და კატეგორიები მაქვს, რომელსაც ვირჩევ რა და მაგის მიხედვით მე ვიწყებ ჩაშლას აი text to image-ში რომელი მოდელი იქნებოდა ყველაზე კარგი ამ ერთი ვიზუალის დასაგენერებლად რა. ხო და მან დიტესტება რა თქმა უნდა რამდენიმე მოდელი, აი პირობითად ვამბობ რაღაც ილუსტრაციის სტილები არის, რომელსაც მაგალითად ყველა მოდელი ვერ აკეთებს რა. რაღაცა აი პირობითად პასტელური ავიღოთ და ძალიან კარგი მაგალითი არის ამის ჩვენი ბოლო პროექტი ელიტის, სადაც შევქმნით ეს პასტელური ანიმაცია, არ ვიცი, ნახე თუ არა. კი, ვნახე. ხო. მან დაახლოებით არ ვიცი, ალბათ 7-8 სხვადასხვა ფოტომოდელი გავტესტე, რომ მაგ ფოტომოდელებში მეპოვა ზუსტად სტილი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონებოდა ჯერ მე და მე შესაბამისად კლიენტს რა. კიდევ ერთი ბენეფიტი, რასაც გვაძლევს ხელოვნური ინტელექტი, ის არის, რომ შეგვიძლია ძალიან ბევრ სტილში მოვსინჯოთ ის კონკრეტული თემა. მაგალითად თუ ვაკეთებთ რაღაც ანიმაციას ბავშვზე, შეგვიძლია მოვსინჯოთ 3D სტილიც, არ ვიცი რაღაც ნაქსოვი სტილიც, რაღაც ილუსტრირებული watercolor-ი, ან იქნებ სულაც რეალისტური უხდება და არ ვიცით რა. აი ეგ გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას, რომ ვიპოვოთ იმ კონკრეტულ თემას ყველაზე კარგად რა სტილი შეესაბამებოდა. მან რა თქმა უნდა პრომპტის მხრივაც მიდის ძალიან დიდი ექსპერიმენტაცია რა. რაღაც უნდა შევიმუშაოთ იდეალური პრომპტი და იმ პრომპტში უნდა გაიწეროს ყოველთვის და მნიშვნელოვანია და ის ხვებსაც ვეტყოდი, რომ იმისათვის რომ კონსისტენცია შევინარჩუნოთ, აუცილებლად ყველამ დაუთმოს ძალიან დიდი დრო პრომპტის წერის ნაწილს რა. აი ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებს გონიათ რომ ანუ პირდაპირ ისი დაგენერირებაც უნდა ძალიან მარტივი სიტყვებით ეუბნებიან და არ გამოდის ის შედეგი რაც უნდა გამოსულიყო, იმიტომ რომ როგორც ჩვეულებრივ ენობრივ მოდელს ჭირდება უამრავი კონტექსტი, როლის მინიჭება და ასე შემდეგ, რომ აუთპუტით შესაბამისად კარგი იყოს, ანალოგიურად არის ფოტომოდელებში იყენებ ხოლმე ბოტებს და მზა პრომპტებს. აი ჯერ ყოველთვის ხელით ვიწყებ წერას და მე მაგას ვიყენებ ტემპლეითად და ვაწყობ მაგალითად არ ვიცი Gemini-ის იმ პრომპტის მიხედვით რაც ხელით დავწერე, მაგის ვარიაციებს ვაკეთებინებ, ან გაშლას ვაკეთებინებ თლიან სცენარზე რა. მაგრამ ყოველთვის ხელით მიყვარს ხოლმე მაგნაწილის დაწყება, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ხვდები რა, მოაკლებ სიტყვას დაამატებ, კიდე ერთ სიტყვას დაამატებ და ფოტოდან ფოტოზე კარგად ხვდები რაც სრულდება მოხდა. ამიტომაც ეგეც ჩემი ერთ-ერთი რჩევა იქნებოდა, რომ პირდაპირ პრომპტს მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება და კიდევ რა არის მან მნიშვნელოვანი რა. language მოდელებში თუ მაგალითად არ ვიცი context window გვაქვს რაღაც მილიონი და შეგვიძლია მივცეთ ინფორმაცია, სამწუხაროდ ეგ უპუნება არ გვაქვს რა ფოტომოდელებში და ხშირად შეზღუდული არის ხოლმე მაგალითად პრომპტის ზომა რაღაც 500 ტოკენზე, რაც იქნებოდა ალბათ არ ვიცი 300 სიტყვა პირობითად და შენ უნდა ცადო მაქსიმალურად რომ ამ 300 სიტყვაში ჩაატიო ამ თლიანი ვიზუალის შინაარსი რა. აი რაღაც ისე ჟღერს ცოტა, მაგრამ ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ პროსტა თვალი დახუჭე და დაიწყე ფოტოზე თეგების დადება, რაც წარმოიდგინე რა, აი Instagram-ის ეპოქაში ძალიან ბევრ ჰეშტეგებს რო წერდით ხოლმე რა, ფოტოს აღწერის. აი დაახლოებით იგივე პროცესი უნდა დახუჭო თვალები და წარმოიდგინო როგორ უნდა დაშალო ფოტო რაღაც მარტივ ელემენტებად რა და მასე უნდა დაიწყო მერე პრომპტის აგება. მან აუცილებლად კიდე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ დასაწყისში სიტყვების წონა რაც იქნება ბევრად უფრო მეტად განაპირობებს მერე შენ აუთპუტს რაც გექნება. ამიტომაც არ ვიცი თუ გინდა ლურჯი ძაღლი და შენ მაგას წერს პრომპტის ბოლოს, რა თქმა უნდა ძაღლი იქნება ჩვეულებრივი და არ იქნება ლურჯი ძაღლი. ხო, ეგ მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. და საერთოდაც სანამ ანუ მაგ ექსპერიმენტაციას დავიწყებთ, აი მე და ლევანის ყოველ დღე გვაქვს ხოლმე რაღაც პირველი 9:30 საათი, 1 საათი, სადაც ერთმანეთს უზიარებთ Reddit-ზე რა ახალი მოდელები ვიპოვეთ რა. ბიჭო გახსოვს ეს მოდელი კი არა და ნახე რა გამოვიდა და ასე შემდეგ რა. და აი მაგ მომენტებს მასე ვიწყებთ ხოლმე საერთოდ დღეს, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეს მაგ დღეს რისი გატესტვა შეგვიძლია. იმის გარდა რაც უკვე ვიცით. მე აი ვიდეო ნაწილში წეღანაც ვილაპარაკე და ეხაც ვახსენებ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ
წინასწარ კონდეს გათვლილი ის კადრები, რასაც მე დააგენერებდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე კლიენტისთვის, იმიტომ რომ წარმოვიდგინოთ და აი მაგალითად ვარ კლიენტი და მივდივარ რაღაც ანიმაციურ სტუდიასთან რა. ანუ რაღაცების დახატვას ან თუნდაც კომპიუტერში დახატვას და ამების ამოძრავებას სჭირდება უამრავი დრო. და იმის გარდა რომ არსებობს სკეჩები, რომელიც კლიენტს შეუძლია ნახოს რა, მაინც რთულია კლიენტისთვის წარმოიდგინოს რა იქნება ფინალური პროდუქტი. ჩვენ შემთხვევაში გვაქვს ის ბენეფიტი, რომ წინასწარ შეგვიძლია გავუმზადოთ თითქმის მთლიანი სცენარი, ზუსტად ერთ-ერთში, როგორ იქნება პერსონაჟი, როგორ იქნება გარემო, ასე შემდეგ და მერე დავიწყოთ უკვე ამ ყველაფრის დაგენერება, დამონტაჟება და ედიტები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, აი მაგ ყველაფერში შენ პრომპტინგში გეხმარება შენი წინარე ცოდნა, ჩემო მეგობარო, იმიტომ რომ შენ ვიღაცისთვის ახლა ვინც ისმის ცოტა გაუგებარი იქნება ეგ ამბავი, იმიტომ რომ ვერ ხვდება ვინც ახალია დამწყებია დახუჭოს თვალები, საიდან უნდა მოვიდეს, რა წინადადებები, რა პრომპტი ჩამოაყალიბოს, ხვდები? თუმცა ხანდახან მუშაობს ხოლმე, აი სოფოზე ძალიან კარგად მუშაობს ეგ მეთოდი. ალბათ ისეთი ადამიანებისთვის არის, ვისაც უკვე ბუნებრივად რაღაც ვიზუალური, აი მე მაინც ყოველთვის ვიზუალური ტიპი ვიყავი რა, ანუ კინორეჟისურა დავამთავრე, მე დიზაინში ვიყავ, მე რაღაც ფოტოგრაფიაში. ტექნიკური სიტყვები იცი და ტექნიკური პრომპტები შენ პრომპტებამდეც იცოდი. აი ამაში ესაკუთრები. ვიღაცას შეიძლება აქვს ძალიან კრეატიული, საერთოდ არ აქვს გამოცდილება და მოიფიქროს რაღაცა, მაგრამ ჩვეულებრივი სიტყვებით და ჩვეულებრივი წინადადებებით ხვდები, მაგრამ შენ იცი ტექნიკურად ეგ ყველაფერი ჭრილი საიდან უნდა დაეცეს და ის აი ანუ არსი იცი რა თეორიულად, აი ეგ არის თავი. კლიენტებს ვიტყვი ერთ სიტყვას, მანდაც ანუ ამ ეტაპზე ყველა ვორკი რადიკალურად განსხვავებული იყო, აი ელიტი ახსენა ჯონიმ და ჩვენი პირველი ანიმაცია იყო და ძალიან მიხარია რომ პორტფოლიოში დაგვემატა და საერთოდ სხვანაირად ვიმუშავეთ მაგ პროექტზე, თავიდან ეგ იყო ერთ-ერთი დავალება რომ რადგან AI-ს ეგ არეალი აქვს რომ რამოდენიმე ვერსია დატესტო სწრაფად, ანუ არ ვიზღუდავდით თავს რომელიმე კონკრეტულ ანიმაციაზე, ჯანიმ რო ჩამოთვალა Claymation-ი შეიძლება ყოფილიყო ნაქსავი რა მილიონი რაღაც, თუ მაგალითად კლიენტი მივიდოდა ტრადიციულ სააგენტოსთან, მან დიდი ალბათობით თავიდანვე სტილი განისაზღვრებოდა, იმიტომ რომ მანდ მაგ ექსპერიმენტაციის ნაკლებად რესურსი არის. იმიტომ რომ რა ხო 100-ჯერ ხარ და ხატავს სხვადასხვა სტილში. ჩვენ თავიდანვე ვაჩვენეთ რომ ეს 10 სტილის რეფერენსი გავუგზავნეთ და ანუ ძალიან მარტივად გადასწრა რომელიც მოწონს და ეგრე გავაგრძელეთ. ანუ თავიდანვე პირველივე ეტაპზე მაგ flexibility-ს აძლევ რომ ეგრევე ანახო შედეგი და ეს თუ მოგეწონა მე ვაგრძელებთ. ალტას შემთხვევაში ხო როგორც ვახსენეთ AI content creator-ი დავაგენერირეთ, მანდაც სულ ყოფილებით ვიმუშავეთ და სულ სხვანაირად. სულ მალე გაგაცნობთ ტექსამყაროს ამბებს, ახალ პროდუქტებს და ალტას საინტერესო სიახლეებს. სექტემბრიდან კონტენტის განახლების დროა. ალდაგის შემთხვევაში ჩვენი პირველი რეალისტური ვიდეო იყო და ალბათ ყველაზე ჩელენჯინგი იყო, იმიტომ რომ ანიმაციაში მაინც რაღაცეების დამალვა და რაღაცების გაკეთება უფრო მარტივია ვიდრე ჰიპერრეალიზმში. თუმცა ელიტის შემთხვევაშიც და ალდაგზე რო ახსენე ჯონიმ რო წვეთი მოვაშორეთ. ელიტის შემთხვევაშიც აი human touch-ს რო ახსენებ ამდენს ალდაგში საუბრობენ ხო თუ არა ალდაგში მანდის აი ეგ ძალიან საინტერესო სოლუშენი იყო კი არა და რაც მოვიფიქრეთ გადაჭრა იყო პრობლემის იყო რაღაც კამპანიის მესიჯი დედა რა ვქნა ხო ზუსტად ხო და ვერანაირად ვერ მოვარგეთ იმიტომ რომ მან შეინარჩუნეს იმ შე და იყო მესიჯი მაგრამ საბ მესიჯი იყო დედა რა იყო რომ დედა რაღა ვქნა და უნდა გამოყენებულიყო რაღაცნაირად, მაგრამ ისე რომ აი მართლა აივანზე გამოდის და მაგას ყვირის, რაღაც ცოტა კომიკური გამოდის, რომ აი ოკეი რაღაცა ხდება და უცბად ვეოსამის ტიპი გამორვის აი რაღაცა და რაღა ვქნა, ანუ ძალიან კომიკურად ჩანდა რა იქ ყველაფერი და მაგ მომენტში დამებადა იდეა რომ მეთქი გვაქვს მუსიკის მოდელები რა, ანუ რატომ არ ვცადოთ რომ ქართული ტექსტით დავაგენეროთ ოპერა, სადაც ქალი და კაცი მღერიან დედა რაღა ვქნას რა და ძალიან ეპიკურიც იქნება იმიტომ რომ სცენას მოუხდება სუնում გაგიკეთა კი და საკმაოდ კარგიც გამოვიდა და ძალიან აიმენა დააკვდა ასე ვთქვათ რა ხო და ავატარზე სავარაუდოდ ფოტო შექმნით ჯერ კი ფოტოს ქნით მე სხვადასხვა
და lip-sync-ი გავუკეთეთ, მერე უკვე ხმეთ. lip-sync-იც, მაგრამ აი წინასწარ მაგალითად LoRa მოდელს ვატრეინინგებთ ხოლმე იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური კონსისტენცია რა, ოღონდ აი LoRa მოდელებზეც რა არის პრობლემა, აი LoRa მოდელს ვერ დააგენერებ რაღაცა 1-2 ფოტოთი. გჭირდება რაღაც database-ი და აი მაგალითად ახლა ახალი მოდელები, instruction based მოდელები რა, მაგაში გვეხმარება რომ ერთი ქარაქტერი ავიღოთ და მაგალითად სხვადასხვა პოზები, სხვადასხვა გარემოებებში დავაგენერიროთ და მე ეგ დაგენერირებული მასალა გამოვიყენოთ უშუალოდ LoRa მოდელის შესაქმნელად რა. მე უკვე lip-sync-ი და მანდაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თუ დააკვირდებოდით ყველა რაღაც lip-sync-ი, რაღაც გაშეშებული კადრია, მართალია იქ ცოტა მოძრაობებიც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ თლიანობაში ეთყობა რომ დაგენერირებული აი მაგას არ დაკვირები ვარ lip-sync-ზე ტუჩებს ამოძრავებს, მაგრამ კი, ტუჩებს ამოძრავებს, იქ სახესაც ამოძრავებს, ეხა აი მაგალითად Heigen-ში იდეალურად კეთდება ეგ რაღაცეები, მაგრამ მან კიდე ექსტრა touch-ი გჭირდება, რომ მაგალითად როგორ შეგიძლია ეგ მასალა აიღო და კიდე ექსტრა სიცოცხლე დაამატო რა და მაგისათვის გჭირდება კიდევ ძალიან ბევრი სხვადასხვა თულები, რაც შეიძლება არ იყოს AI თულები რა, იმოგცეს მაგალითად კამერის მოძრაობა, სპეციალური noise-ი და დოს რომ მაქსიმალურად ანუ საბოლოო ჯამში ისე იქ მივდივართ, რომ ადამიანმა რომელმაც არ იცის როგორ გამოიყურება თქვათ მაქსიმალურად რეალისტური კადრი და არ აქვს მაგის აღქმა, ჩათulis რომ პირდაპირ რაღაც lip-sync-ერში დაგენერირებული ავატარი იდეალურია. მაგრამ არ არის მასე. აი ზუსტად მანდარი ხოლმე აი პატარა განსხვავებები, რაც ჩვეულებრივ დაგენერირებულს აქცევს იდეალურად. და მან ყოველთვის ხელით ჩარევა ჭირდება ხოლმე რა. აი ელიტის მაგალითზე ძალიან კაი იყო, რომ როცა დაგენერირდა ვიდეოები, ანუ აი ქუჩის სახელი ხო იცი AI მაინც ჯიბერიში რაღაც თავის ენაზე აწერს რაღაცებს. ხელით ჩავერია და მანდაც სკოლის სახელი, რაღაც სუპერმარკეტის სახელები, ყველაფერი ქართულად დავწერეთ. ელიტის შენობა რო ჩანს, ელიტი ზემოდან ქართულად, გარდა ელიტის ლოგო ჩანს და აწერია, ანუ მაგას ვარ დაგენერირებდა თავიდანვე. მაგიტომაც სადაც აი ძალიან AI ყვირის რო AI-ა, ხელით ვერევით, გინდ ხელის მოძრაობა იყოს, გინდ ქუჩის სახელი იყოს, გინდ ნებისმიერი სხვა ფაქტორი იყოს, რაც აი რო უყურებ შეიძლება ამოგაგდოს იქიდან და აი ძალიან კი ვიცით რომ AI-ა, მაგრამ anyway რო ხედავ რომ კედელზე რაღაც წერია AI-ის ენაზე, აი ხო იცი რაღაც არ ვიცი ასოებსაც რო არ გავს, იმ მომენტიდან შეიძლება ამოგაგდოს და აი რაღაც სხვაგან წაგიყვანოს და აი დაკონცენტრირდე იმაზე რომ ეს AI-ა და რაღაც ის და როცა ყველაფერი იდეალურადაა და ყველაფერი სწორად და გამართულად, კი იცი რომ AI-ა, მაგრამ აი quality მაინც იქით წაგიყვანს რომ მაინც როგორც works აფასებ და არა როგორც აი სადღაც რაღაც გამორჩა და დაეზარათ და ხელით არ ჩაასწოროს და აი მაგიტომაც ყველა დეტალს ვაკვირდებით და ანუ სადაც საჭიროა ჩარევა ვერევით რომ work-ი საბოლოო იყოს იდეალური. ჯონი, აი lip-sync-ზეც რო გითხრა რა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ანუ iOS ამას აუცილებლად მოახდინე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი სერიოზულად გაკეთდეს და აი ამაზეც რო გითხრა, მოკლედ მან ერთადერთი იმის დამატება შემიძლია, რომ არც ერთი lip-sync-ი დღეს ბაზარზე რაც არის, ვერ მოგცემს ისეთ რეალიზმს, როგორც ჩვენ გვინდა რა. და აუცილებლად არის მანდ მნიშვნელოვანი ხელით ჩარევა და მაგ ვიდეოს გადაკეთება ისე, რომ მაქსიმალურად ჩანდეს, რომ რეალისტურია და რას გულისხმობ მაგაში რა, ანუ რას ხდის, თქვათ, პირობითად კონტენტ კრეატორი, რომელიც selfies იღებს, რას ხდის მაგას რეალისტურს, ის რომ პროსტა რეალისტური ხარისხია და კამერა, არ ვიცი, მაღალ პიქსელებში და ასე შემდეგ, არა. მე ვფიქრობ, რომ რეალისტურს ხდის ზუსტად ის რაღაც პატარა უზუსტობები, კამერა შეიქები და ძალიან პატარა წვრილმანი დეტალები, რაც ხდის მაგას მაქსიმალურად რეალისტურს. ამიტომაც ჩემი რჩევა იქნებოდა lip-sync-ის ნაწილში, რომ ხო, აი Veo-სამი მაგას იდეალურად აკეთებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არ გაქვს კონტროლის საშუალება. ანუ უწერ რაღაც უზარმაზარ ტექსტს და აბსოლუტურად კარგავს უნარს, რომ ეგ ყველაფერი წაიკითხოს, იმიტომ რომ არ არის გათვლილი მაგ რაოდენობის ტექსტზე. ამიტომაც წინასწარ მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს კარგი ხმის დასაგენერირებელი მოდელი. აი სხვათა შორის ახლა პატარა ექსპერიმენტებს ვაკეთებ, რომ იქნებ რამენაირად დამოუკიდებლად ისეთი ტოკენაიზერი შევქნა voice modelისთვის, რომ ქართული ვასწავლო. არ ვიცი რამდენად გამომივა, just side პროექტია, რომელსაც ჩემპონში ვაკეთებ რა. ხო და რა, მეტი lip syncing-ზე დიდი არაფრის ისეთის დამატება არ შემიძლია, ერთადერთი ხო, ანუ
ეგ არის რაც თქვი რა. თუ გინდათ რომ მართლა აკეთოთ ისეთი lip syncing-ები, ავატარები და ასე შემდეგ, რომელიც იქნება აბსოლუტურად რეალისტური, მანდ Kling AI-ის აქვს მე მგონი კიდე საშუალება. კი, Kling-საც აქვს, მაგრამ აი მაინც ეთყობა რა voice-ზე, აი სხვათა შორის მაგ ნაწილში უფრო დიდი იმედი მაქვს open source მოდელების რა, აი Infinity Talk-ი თუ Infinity Voice-ი გამოვიდა, ზუსტად არ მახსოვს სახელი, მაგრამ აი რამდენიმე დღის გამოსული არის და სასწაულად აკეთებს იქ ადამიანის მოძრაობებსაც, კამერაც ცოტა მოძრაობს და ანუ ეგ პატარა უზუსტობები არის ზუსტად რაც ხდის ჩვეულებრივ დაგენერირებულ პროდუქტს მართლა კარგი ხარისხის პროდუქტად რა, რამდენადაც უცნაურად პარადოქსულად ჟღერდეს მასეა. იმიტომ რომ ჩვენი სამყაროც არ არის იდეალური და არც ჩვენი სახე არ არის იდეალური და ძალიან პატარა უზუსტობებია, რაც ხდის ამ ყველაფერს რეალურს და საინტერესოს. ამიტომაც AI არსებობს, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ეს კრეატივის ნაწილი მთლიანად ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ და მივხედოთ. კოდის ნაწილზეც გინდოდა გეთქვა რამე, ბარემ გითხარი ეგეც და შეგვიძლია დავასრულოთ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგივიდა. ძალიან პატარა რაღაცას დავამატებ, რომ აი ის ადამიანები, რომლებიც იწყებენ მაგალითად აი მაინც ვიზუალურად აზროვნებენ, მაგ ნაწილში დავამატებდი, რომ შეგიძლიათ არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გატესტოთ ენობრივი მოდელები, იმიტომ რომ პირიქით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ტესტოთ ყველანაირი სახის მოდელი, რომ ვიცოდეთ მე როგორ მივუდგეთ ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ შეიძლება პრომპტის დაგენერირებაში დაგვეხმაროს ან სხვა რაღაცებში. არსებობს კიდე ძალიან ბევრი no code და vibe coding აპლიკაციები და საერთოდ არ გჭირდება რაღაცა კოდინგის ცოდნა იმისათვის, რომ შენზე მორგებული პერსონალიზებული აპლიკაციები გააკეთო, რომელიც თუნდაც რაღაცა ძალიან პატარა ასპექტს გინაცვლობს შენი ცხოვრების და არ გჭირდება მაგაში ფულის გადახდა ან თუნდაც დროის რესურსის დახარჯვა რა. აი ჩვენთან ბავშვიც თითქმის რაღაც ყოველ კვირა ვაკეთებთ რაღაცა mini internal tool-ებს რა, რაც გვეხმარება რაღაცების ასწრაფებაში, ან შეიძლება უბრალოდ ექსპერიმენტი იყოს, რომელიც ერთ თვეში გამოგვადგეს ვიღაც კლიენტთან. ამიტომაც მაგ ნაწილს ყოველთვის ძალიან ისე ვიღებ მნიშვნელოვნად რა, აი თუ მუშაობთ 70% ჩვენ საქმეზე, იმ 30%-ს აუცილებლად უთმობთ ექსპერიმენტაციას, იმიტომ რომ მაგის გარეშე შეუძლებელია. ეს არის ჩემი სათქმელი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, აი სუპერ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, აი იმაზე ბევრად კარგი ვიდრე წარმომედგინა და ვფიქრობდი, იმედია მომავალშიც გვექნება ერთი ეპიზოდი. იმედია ბევრ რაღაცას წაიღებს მსმენელი ამ ეპიზოდისგან. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველგან სადაც შესაძლებელია და დაგიბრუნდებით შემდგომ ძალიან საინტერესო ეპიზოდებში. ნახვამდის. კარგად. ნახვამდის, მადლობა.